კითხო მაგ მე და შე რატომ უნდა ქონდეს ერთნაირი შემოსავალი? ის ვინც არაფერს არ აკეთებს, ის მდიდრდება იმის ხარჯზე, ვინც აკეთებს. უმრავლესობის ძალითაც კი არ შეიძლება ადამიანს დააძალო დიადი მიზნისთვის ცხოვრება. 3 მილიარდი, 15 მილიარდი, 14 მილიარდის წასვლა. არ უნდა იყოს ეგ ფული გადასახადები და ეგ ფული დატოვა ეკონომიკაში და მიხედავს ეკონომიკა თავის თავს. ადამიანმა გაათავისუფლოს თავისი შემოქმედებითი სული აი ამ ბორკილებისგან, რომელსაც ეკონომიკური ქვია და ეს ბორკილები არის უთანასწორობა. შენ იღვიძებ დილას 6 საათზე და მუშაობ ღამის 10 საათამდე. მე პირადად ამოვთხარე ეხლა წელან ნეანდერტალის კბილით. ხო რა, სხვა თეორიებიც სამიკითხავს. კი, არ. აი ახლა ცოტა ქრისტინა მოთხარი გამოგხვევი მაგაში. თულია მე შევიდე ხამაში. ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია იყო მემარცხენე გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ დღეს ის ადამიანები, ვინც საქართველოში თვლიან რომ მემარცხენეები არიან, რა თქმა უნდა, მთავარ ესე იგი მიზნად აყენებენ რაღაცა სვლას უფრო დემოკრატიული, უკლასო საზოგადოებისგან, სადაც მთავარი ღირებულება იქნება თანასწორობა. მე როცა ვიყენებ მაგ ტერმინს, ვიყენებ მემარჯვენეს, როგორც ეს იყო, ესეთი კლასიკური ლიბერალიზმის მემარჯვენე, ანგლოსაქსური გაგებით, მოდი ესე ვთქვათ. მაგ შემთხვევაში გულისხმობა ერთის მხრივ, როდესაც საუბარი არის ეკონომიკასთან მიმართებაში, სადაც არის ფისკალური კონსერვატიზმი, დაბალი გადასახადები, ნაკლები რეგულაციები და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ, როცა ინდივიდუალურ თავისუფლებებზე არის საუბარი, სოციალურად კონსერვატიული მიდგომები. მე კლასიკური გაგებით მემარჯვენე მაინც არა ვარ, იმიტომ რომ მე როგორც ეკონომიკის ნაწილში ვარ თავისუფლების მომხრე, ისე ინდივიდუალური თავისუფლების მომხრეც ვარ, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელთა მიმართებაში ჩემი ხედვები ჯდება მემარჯვენე კონსერვატიულ ხედვებშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც აი ამ თანასწორობის შესაძლებლობას გახდის. ბევრს არ ჯერა და ამბობენ ხოლმე, რომ თქვათ ჟირაფი და ლომი ერთად ვერ ძოვენო, მაგრამ ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ადამიანს განსაკუთრებული უნარი აქვს შექმნას თავისი გარემო, სოციალური გარემო და შესაბამისად ჯერა, რომ აუცილებლად იქნება შესაძლებელი ისეთი გარემო შექმნა, სადაც პირდაპირ დემოკრატიაც იმუშავებს, თანასწორობაც იმუშავებს და ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური მახასიათებლები, თქვათ, თანადგომა, სოლიდარობა, ძმობა, თავისუფლება, ყველაფერი შესაძლებელი იქნება. აბსოლუტური ძალაუფლება რომ გქონდეთ? არ მინდა. მე არ ვარ მაინც და მაინც ძალაუფლების მოყვარული. არ არის ისთვისება, რომელიც პოლიტიკოსს მაინც და მაინც უნდა ქონდეს, მაგრამ მე არ ვარ ძალაუფლების მოყვარული. ოკეი. პირველი გადაწყვეტილება, აი როგორც მემარჯვენის რა იქნებოდა? საქართველოში, რაც გავაკეთებდი, ეხლა ამ წუთში. ერთი გადაწყვეტილება არ ეყოფა მაგას, მაგრამ ნუ ალბათ სასამართლო შევცვლიდი რა. ალბათ. რამდენიმე წლის წინ რო გეკითხათ, სხვა პასუხს გაგცემდით ალბათ და ვიტყოდი, რომ თქვათ თლიანი შიდა პროდუქტის, თავრობის ხარჯების თლიანი შიდა პროდუქტთან შეფარდებას დავიყვანდი რაღაც პროცენტამდე. ანუ ეკონომიკას გავათავისუფლებდი, მაგრამ ნუ რამ წლების მერე რაღაცა შეიცვალა ჩემშიც და ეხლა ალბათ სასამართლოც დავიწყებდი. პირველ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვჭირდება აბსოლუტური ძალაუფლება, ჩვენ მაგას ვებრძვით, რომ აბსოლუტური ძალაუფლება არ გვინდა. ჩვენ გვინდა პირდაპირ დემოკრატიული, ასე ვთქვათ, მოდელი, რომელიც, ნუ არ ვიცი, შესაძლებელი შეიძლება რაღაც მომენტში მოგვიწიოს, რომ ამ ბრძოლაში ვიღაცამ უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგას, ეს ეხა ბუნებრივად ესე ხდება, მაგრამ ხო, ჰიპოთეტურად, ხო, ჩვენ რას გავაკეთებდით? პირველ რიგში ვეცდებოდით, რომ აი ეს ეკონომიკური მოდელი, რომელიც დაფუძნებულია გამოხშირვაზე, წაგლეჯვაზე, ასე შემდეგ, გაგვეკონტროლებინა. საჭიროა აი ამ ძარცვის შეჩერება, ამ სტრუქტურული ძარცვას ვეძახით ჩვენ, ხო, შეჩერება, ესე იგი, რეგულირება. რატო დათანხმდით ამ საუბარს და რა სელოდებით დაახლოებით, აი ველოდები რომ საინტერესო საუბარი იქნება პირველ რიგში მაყურებლისთვის დავთანხმდით, იმიტომ რომ დიდი ხანია ესეთ საუბარში მონაწილეობა არ მიმიღია. მე მქონდა ხოლმე ამის შესაძლებლობა, როცა ლექციებს კითხულობდი და ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს, სტუდენტებთან ხონდა ეს კომუნიკაცია და სულ მაქვს ხოლმე რაღაც ამის სურვილი, იმიტომ რაღაცა
ჩემი საყვარელი საქმეა, მოდი ესე ვთქვათ, ესეთ თემებზე საუბარი და კამათი და გარჩევა და რაღაცა და იმის გამო რომ რაღაცა ლექციებს ვეღარ ვასწრებ ბოლო რაღაცა 2 წელია და საჯარო სივრცეში სადაც მე რაღაცებს ვაკეთებ, ამის საშუალება აღარ არსებობს, იმიტომ რომ როცა ყოველ დღე მეორე დღეს გიჭერენ ან ვიღაცას იჭერენ ან გცემენ ან ვიღაცას ცემენ და ბევრ დროს გიწევთ მაკაცები და მეგობრები ყავს ციხეში და ამ რეალობაში რთულია ესეთ თემებზე სასაუბროთ რაღაცა დრო იპოვო რა. არა განწყობაც არ აგაგ და ის არ აგაგ და ამიტომ რაღაცა შანსი ხარ გაჩნდა შემომთავაზეთ რა ვიცი ეგრევე დავთანხმდი. ამ დისკუსიას იმიტომ დავთანხმდი რომ გონია რომ საჭიროა საზოგადოებამ ეს განსხვავებები დაინახოს, საჭიროა რომ დიალოგი და თქვათ აი ეს რაც ამდენი ხნის განმავლობაში გვაკლია რეალურ დიალოგზეა საუბარი და რეალურ დავაზე და კამათზე, ანუ ადამიანს რომელიც ლაპარაკი არ შეუძლია ცივილიზაციისგან შორს არის რა, ეს არის სასახათოს. რატო მოატრიალოთ და მივიღოთ. თუ რაღაც საინტერესო არ იქნება, გადავაკეთებთ რა. რატომ არიან დიდრები და ღარიბები. ხო. ნუ თუ ქვეყნებზე არის ლაპარაკი მდიდარი ქვეყნები რატო არიან მდიდარი ქვეყნები და ღარიბი ქვეყნები რატო არიან ღარიბები, მაგაზე მე მგონი უფრო მარტივი პასუხი არის, ყოველთვის ჩემი გადმოსახედიდან, ანუ მდიდარი ქვეყნები არიან მდიდარები, იმიტომ რომ იცავდნენ რაღაც ისეთ წესებს, რომლებმაც ისეთ წესრიგი ჰქონდათ საზოგადოებაში, რამაც საბოლოო ჯამში მიიყვანა ეს საზოგადოებები განვითარებამდე. და თუ ეს წესები ჰქონდათ დიდი ხნის განმავლობაში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, ის ქვეყნები არიან უფრო მდიდრები, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებსაც ეს ნაკლებად ჰქონდათ, ან ნაკლები დროით ჰქონდათ, ან საერთოდ არ ჰქონდათ. ნუ ეს არის ჩემი აზრით კერძო საკუთრების ინსტიტუტის არსებობა, კერძო საკუთრების ინსტიტუტის დაცვა, თავისუფალი სასამართლოს არსებობა და ზოგადად სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა ადამიანების ცხოვრებაში, ამას მათ ეხება რეგულაციებს, ეხება გადასახადებს, ბევრ რაღაცებს შეიძლება ეხებოდეს. ეს არის რაღაც წესრიგი, რომელიც ადამიანებს უბიძგებს იმისკენ, ან სტიმულებს აძლევს იმისათვის, რომ იშრომონ და ივაჭრონ და საბოლოო ჯამში შრომა და ვაჭრობა არის ის, რასაც მიყავს კაცობრიობა პროგრესისკენ. ანუ რაც უფრო მეტად არის დასული შემდეგი 3 წესი, რომ არ შეიძლება მოპარვა, ანუ კერძო საკუთრების ხელყოფა, არ შეიძლება ადამიანის დამონება და არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის წართმევა, ადამიანები ვართ ეგეთი არსებები, რომლებიც მივისწრაფით რაღაცა ბედნიერებისკენ გაგებით ჩვენ გვეს ბედნიერება და ამ ბედნიერებისკენ მისწრაფება სჭირდება რესურსები. თუ არ შემიძლია ვიღაცა დავიმონო, არ შემიძლია ვიღაცა მოუკლა და წავართო, არ შემიძლია ვიღაცას მოპარო, რჩება ორი გზა, ეს არის შრომა და ვაჭრობა. ამიტომ თუ შექმნე ეგრეთ წესრიგს, სადაც ეს სამი რაღაცა აკრძალულია, ეს ბუნებრივად უბიძგებს ადამიანებს შრომისკენ და ვაჭრობისკენ, რაც არის საბოლოო ჯამში განვითარების ეგეთი ქვეყნები, სადაც აი ეს ამ წესისთან ყველაზე მეტად მიახლოებული იყო დიდი ხნის განმავლობაში. წესრიგი არის დღეს ყველაზე მდიდარი და ქვეყნები, რომლებიც ამისგან შორს იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში, არიან დღეს ღარიბები. ხო, ჩემთვის ცოტა საწინააღმდეგოა მარტო იმითი დავიწყო რომ ჟან-ჟაკ რუსოს სიტყვებით რომ პირველმა შემოღობა მოკლედ რაღაც ტერიტორია, იმან უკვე ასე ვთქვათ, უკვე უბიძგა იმ გარემოებას, სადაც უკვე ჩამოყალიბდნენ იმპერიები, სადაც უკვე დაიწყო მერე ტერიტორიებზე მოკლედ აი ეს კონფლიქტები, გადანაწილება და შემდეგ ზოგი ქვეყანა მოექცა ამ ვთქვათ კოლონიალური მმართველობის ქვეშ ან იქნა დაპყრობილი ან დაკარგა თავისი ასე ვთქვათ სუვერენიტეტი და რესურსები და ზოგმა კიდე მიითვისა ეს რესურსები. შეიძლება ეხლა რაღაც ქვეყნებში შიგნით დაცული იყოს რაღაც დემოკრატიის რაღაც ნორმები ან რაღაც ტიპის ისინი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მგონია რომ თუ ისტორიულ ჭრილში დავინახავთ და შევხედავთ ამათ როგორც ისტორიულ პროცესს, დავინახავთ რომ სადღაც იყო მომენტები ბრინჯაოს პერიოდისში ასე ვთქვათ, როდესაც არსებობდა დიდი ჰეტეროკრატიული რაღაც საზოგადოებები, რომლებშიც ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანები ცხოვრობდნენ და ბევრი სხვადასხვა ტიპის ვთქვათ ურთიერთობები იყო და მიუხედავად აი მულტიეთნიკური, მულტიკულტურული რაღაცა საწყისებისა, ისინი მაინც ერთად ცხოვრობდნენ და რაღაც მომენტში უკვე იწყება დიდი ვთქვათ იმპერიების წარმოშობა, რომელმაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ
საბოლოო ჯამში დატაცებაზე და ძალაზე გადავიდა ყველაფერი. შესაბამისად, რაღაცა დიდი ქვეყნები, რომლებიც წარმატებას მიაღწიეს, ისეთ კანონებს დიდხემძღვანელობდნენ, რომლითაც ეხლა მაგალითად სხვა ქვეყნებს ეუბნებიან, რომ არის ხამწო მაგალითად პროტექციონიზმი, მაგალითად რაღაცნაირად მართვა ეკონომიკის, მაგრამ სხვებს ეუბნებიან, რომ თქვენ არ მართოთ ეკონომიკა ისე, როგორც ჩვენ მართავდით ოდესღაც და თვითონაც უბრუნდებიან, მაგრამ რაღაცას ეგ არასწორი, მაგრამ მარტო იმითი ახსნა, რომ ქვეყნები დიდრები არიან, იმიტომ რომ ოდესღაც რაღაცა იმპერიალისტური მოტივებით მოძრაობდნენ და კოლონიები ყავდათ და ამიტომ კოლონიების ხარჯზე გამდიდნენ არ იხსნება. ხო, არ მარტო მაგითი არ ვცდილობ, უბრალოდ მე ისტორიული პერსპექტივიდან ბევრი ცუდი რაღაცები შეიძლება ქონდეთ ნაკეთები, მაგრამ ნუ სხვა თემა არის იმ გაგებით, რომ ბევრი კარგიც აქვს ნაკეთები და ხა სიტყვაზე ის რომ მონობა არ არსებობს სამყაროში, მეტწილად ბრიტანეთის იმპერიის დამსახურება, რომელსაც შეიძლება ცუდი რაღაცებიც ქონდეს ნაკეთები, მაგრამ ისო დღეს არსებობს ქვეყნები, რომლებიც არ ყოფილან ეგეთები, რა სამხრეთ კორეა არის ძალიან განვითარებული, რომელიც ან ჩინეთის ქვეშ იყო, ან იაპონიის ქვეშ იყო. ჰონკონგი არის, რომელზეც ვერ იტყვი ხარ, რომ რაღაცა მაინც იყო. თავი დავანებოთ, ევროპაში ყველაზე მდიდარი ქვეყანა, თუ არ ჩავთვლით პატარა სახელმწიფოს, როგორც არის მონაკო, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, ევროპაში ხა ყველაზე მდიდარი ქვეყანა არის ირლანდია, რომელიც პირიქით თვითონ იყო დაპყრობილი ინგლისის მიერ. საუკუნეების განმავლობაში პრობლემები ქონდათ, მაგრამ ირლანდიამ გადაასწრო შვეიცარიას, რომელიც მანამდე იყო ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროპაში და თუ სწორად მახსოვს, მუშიპო ერთსულ მოსახლეზე სადაც $125,000 მეტი აქვს, მე მგონი ახლა. მაგრამ ამას მიაღწია არა იმითი რომ ვიღაცა ყავდა ოდესღაც დაპყრობილი და ძარცვავდა ან თუნდაც კოლონიები ქონდა აფრიკაში. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ისტორიულმა პროცესებმა აჩვენა, რომ საბოლოო ჯამში აი ამ ქაოსიდან იბადებიან მერე ქვეყნები, რომლებიც ესე იგი ნიშნავს, რომ ის რაღაც გარანტიები, რომლებზეც ეხლა თქვენ ამბობდით, თლათიერე დაცული არ იყო და მათ შორის თუ ეხლა იმასაც შევხედავთ, აი შრომის უფლება და ასე შემდეგ, ხო, აი ეს შრომის უფლებაც რეალურად შეზღუდულია თუ უფრო შორს წავალთ და ეს შრომის უფლებების შეზღუდვა არ ახალია განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელშიც პირიქით თქვათ აი ამ თავისუფალ ბაზარს კიდევ უფრო თქვათ როგორ თქვა ხელს უწყობენ და ცდილობენ რომ არ ჩაერიონ საერთოდ ამ პროცესებში. თუმცა თუ ავიღებთ ეხლა გერმანიის ნაირ კაპიტალისტურ ქვეყანას, იქ უფრო ძლიერია შრომის ინსპექცია ვიდრე მაგალითად ჩვენ გვეუბნებიან, ხო? შრომის ინსპექცია ცოტა ოდნავ სხვა თემა არის, თუმცა მე მაინც მაგრატში ალბათ ავწდებით ერთმანეთს, რომ შრომის უფლებები რაც შეეხება, მე მარტო იმ უფლებას ვაღიარებ, რომ საბოლოო ჯამში ადამიანს აქვს უფლება, რომ იშრომოს სადაც უნდა, როცა უნდა, როგორც უნდა და დანარჩენი ყველაფერი არის დაქირავებაზე და დამქირავებლის მოლაპარაკებაში. თუ კულტურული და პოლიტიკური გარემო ისეთია, რომ მაგას ვერ გააკეთებ და ეგ თავის არა, მაგის მანცხო მთავარი პრობლემა სიღარიბე არის სინამდვილეში, რომელიც უბიზგებს ადამიანებს, რომ ისეთ სამუშაოზე დათანხმდნენ, როცა როგორც საქართველოში მაგათაც, ხო, საქართველოში ბაზარი არ არის განვითარებული, ეკონომიკა არ არის განვითარებული, ამის გამო ადამიანები იძულებული არიან დათანხმდნენ ისეთ სამუშაოზე, იმიტომ რომ ალტერნატივა არ არსებობს. თუ ეკონომიკა განვითარებული იქნება და ალტერნატივები არსებობს, შესაბამისად ამას ექნება მეტი ეგრეთ წოდებული. თუ შევხედავთ ეხლა ჩვენთან არიან კორპორაციები, რომლებიც კოლოსალურ მოგებაზე მიდიან, მაგრამ მაინც არ ცდილობენ, რომ რაიმე რამე ნორმალური ხელფასი გადაიხადონ და ხშირად არის ხოლმე, რომ წუწუნებს რაღაცა უბრალოდ როგორ თქვა, ხელისუფლებიდან, ასე თქვა, ზოგიერთი ეკონომიკური წრეებიდან, რომ თითქოს არ არის მუშახელი, რეალურად მუშახელი იმიტომ არ არის, რომ არ არის პირობები, ელემენტარულ პირობებზეა საუბარი. საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით, ეს გასაგებია, იმიტომაც არის, რომ ხელისუფლება ეხო ერთმანეთზე გადამული რაღაცა არის. მე იმის დაცვა არ მინდა, საქართველოს სინამდვილეში მსხვილ ბიზნესებზე თუ არის ლაპარაკი, მათი უდიდესი უმრავლესობა უბრალოდ შეკრული არის კონკრეტულ ხელისუფლებებთან, ან ზოგადად სახელმწიფოსთან და ეგ სხვა ტიპის პრობლემა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მუშახელის ხელფასის გაძვირება მათ შორის გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ნაწარმოები, საქართველოში თუ შრომის ბაზარზე დაქირავებული შრომის ფასი აიწევს საშუალოდ, ეგ ნიშნავს საქართველოში გამოშვებული პროდუქცია იქნება ნაკლებად კონკურენტუნარიანი, რაც ისეთ პრობლემა არის ჩვენთვის, ამიტომ ბევრი რაღაც არის ერთმანეთთან გადაბმული. საბოლოო ჯამში მე მჯერა, რომ ერთადერთი სწორი და სამართლიანი ამბავი არის, მაგრამ როცა თავისუფალ ბაზარზე შრომაც არის ისეთივე რაღაცა პროდუქტი, რომელიც ბაზარზე არის და ნებისმიერი ბაზრის ნებისმიერი პროდუქტის ფასის ხელოვნურად გაზრდა იწვევს პრობლემებს. ასევე არის როგორც შრომის ბაზარზეც ხელოვნურად ფასის გაზრდა. ამიტომ მე მაგალითად ჩემი ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება არის ერთადერთი სწორი გზა მაგ შემთხვევაში, რომ გაჩნდეს ალტერნატიული სამუშაო ადგილები და ის ვინც ეძებს, ის ვერ ქმნის ბიზნესს და ეძებს დასაქმებას, იმას კონდეს სხვაგან წასასვლელი. ამ შემთხვევაში ეხლა რო შევხედოთ ჩვენ რა ბერკეტები გვაქვს და რა რესურსები გვაქვს, თუ სახელმწიფო შეუძლია, ნუ ამ შემთხვევაში არ ვამბობ, მაგრამ ზოგადად ეხლა მაგალითად ჩემი გადმოსაყიდან
ეკონომიკური გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე არ მჯერა რომ ეკონომიკა მეცნიერებაა და რაღაც ტიპის ალბათ არის, მაგრამ აი მათემატიკური და ეკოლოგიური რაღაცა სინამდვილეები და ჭეშმარიტებები ამას არ მოყვება. ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად თუ ასე არის, შეიძლება თქვენ ესე ხედავდეთ, მაგრამ მე ვხედავ მაგალითად ისე რომ შესაძლებელია რომ ვთქვათ მეტი ყურადღება მიექცეს განვითარების პოლიტიკას ეკონომიკაში მაგალითად და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იქნას არჩეული რაღაცა სივრცეები, სადაც შეიძლება რომ მეტი წარმატება ნახოს ჩვენმა ეკონომიკამ. ხო, მან ერთი პრობლემა არის, რომ ეგ ნიშნავს სახელმწიფო უნდა ჩაერევოს, სახელმწიფო უნდა განსაზღვროს რა არის ბჭყალებში ეგრეთ წოდებული პრიორიტეტული სად უნდა განვითარდეს და ნუ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მაგისი რიგი წარმატებული მაგალითები, ხო, მათ შორის კორეისაც სინამდვილეში ეგ მაგალითები არის რაღაცნაირად გამონაკლისები წესიდან. სინგაპურშიც არის ხოთა შორის, მარტო კორეა არ არის, სინგაპურშიც იყო, მაგრამ მიუხედავად იმის გამო, რომ სინგაპურში ჯამში, რასაც იღებდა ეკონომიკიდან რესურს ხელისუფლება იყო ძალიან პატარა და იმას შეება სისულელებში ხარჯავდა, როგორც იყო მაგალითად სინგაპურის ავიახაზების გაკეთება და ეგეთი რაღაცები, რაც მე ჩაფლავდა და არ გამოვიდა, მაგრამ რაღაცები გამოვიდა. სინგაპურში არის კარგად აწყობილი სახელმწიფოს ჩარევით, რა ვიცი, საპენსიო სისტემა და სამედიცინო დაზღვევის სისტემა და ასე შემდეგ. ხო, რაღაცები გამოვიდა, რაღაცები არ გამოვიდა, მაგრამ ჯამში საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ არ ვიცით გრძელვადიანად 10 წლის მერე, 15 წლის მერე, 20 წლის მერე როგორი იქნება სამყარო და როგორი იქნება მათ შორის შრომის ბაზარი, თუნდაც იგივე სამყაროში ზოგადად, თუნდაც იგივე საქართველოში. ამიტომ გათვლა იმაზე, რომ სახელმწიფო შეიძლება ახლა ფული ამოიღოს ეკონომიკიდან გადასახადების სახით და მე ეს ფული რაღაც პრიორიტეტებში მიმართოთ, შეიძლება აუცდეთ და შეიძლება გავფლანგოთ და ხშირ შემთხვევაში, უფრო ხშირ შემთხვევაში ესეთი ფული როგორც წესი იფლანგება ხოლმე და იშვიათად არის ხოლმე წარმატებული, შეიძლება გავარტყათ, რაღაცაში გავარტყა და მართლა მაგარი აღმოჩნდეთ, მაგრამ მე მგონია ჩვენ უბრალოდ დასაშვებობის რაღაცა ლიმიტი ალბათ კი, პრობლემა რა არის, რომ აი მასში არის, რომ როგორც იგეთ სისტემა შექმნი, საბოლოო ჯამში მე ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ფული გაუშვას მისთვის ლოიალურ ადამიანების ჯიბებში. რაც ხდება საქართველოში მათ შორის საქართველოში ხდება და ეს რა თქმა უნდა ეს არის საქართველოში ხდება, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ყველგან არის და მე მიდის კრიტიკა ხოლმე, იმიტომ რომ მაგას ეძახიან მე კაპიტალიზმი და არ არის კაპიტალიზმი, არის კრონი კაპიტალიზმი, რაც ყველგან მუშაობს, მათ შორის ამერიკაში და პრობლემა არის ყველგან ჩემი აზრით და ჩვენ არ ქვეყნებში უბრალოდ კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ რაღაცა არ აქვს ტრადიცია დამოუკიდებელი ინსტიტუტების და საბჭოთა წარსულიდან მოვდივარ და რაღაცა გინდა რომ კარგი აწყო და მე აწყობ იმას რაც იყო საბჭოთა აი ის არის კარგი მაგალითი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. სულ გინდა რომ BBC ავაწყოთ, მაგრამ სულ გამოგდის საბჭოთა ტელევიზია. ხო, მაგრამ ეს ტრადიცია გვაქვს, ამის ტრადიცია არ აქვს და ტრადიციის გარდა ასევე ხალხ ანუ ეს უკვე სხვა, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ კაპიტალიზმი იქნება თუ ისეთი კაპიტალიზმი იქნება, ეს არგუმენტი რომ შეიძლება ვიღაცამ ვერ ივარგოს, ეს მაინც და მაინც არც ერთ მიმართულებად შეგამოდგება. მე მგონია ჯერ რომ სისტემა ისე უნდა ავაწყოთ, რომ უვარგისებზე იყოს გათვლილი, რომ აი არც ერთი მთავრობა არ ვარგა, მაგრამ სისტემა მუშაობს. მე ამერიკამ ამიტომ მომწონს, რომ ეგრე არის გათვლილი. ანუ დაფუძე მაგრამ ისეთ სისტემა შექმნეს, რომ ცუდი მოდის, ესეთი მოდის, ისეთი მოდის, გიჟი მოდის თუ გადარეული მოდის თუ რაღაცა მოდის. სისტემა არსებობს, მაგრამ ის სისტემას თავისი მინუსები აქვს, რომელიც მაგალითად მე ჩემთვის მიუღებელია. 100%-იანი კარგი სისტემა მე მგონი სამყაროში არ არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით მე მგონი მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ აი ესე იგი ჩვენ გვჭირდება რა ძიება მუდმივი, ხო? მუდმივი ძიება ხო გვჭირდება. თუ მუდმივი ძიება გვჭირდება, გადაწყვეტილებებშიც უნდა უფრო თამამები გავხდეთ. თუ თამამები უნდა გავხდეთ, უნდა მიიღონ კერძო მოთამაშეებმა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ ნაბიჯზე. ჩვენ რო ეხლა ფლანგავთ უამრავ კორპორაციები მე ვთქვათ, ქვეყნებზე დიდი შემოსავალი რო აქვს, იმას მე შევხვდით სადაშორის მე მგონი კორპორაციებზე. მოდი გავაგზავნე. ხო. აჰა. აი, დავარჩიოთ. ვეთ. დავაი. სად არის? აი დიდი კორპორაციების პროგრესის, ხო? დიდი კორპორაციები. ნუ ამ მე ესე ხო, ან მე ესე უყურებ, რომ თქვათ იმ პირობებში, იმ სოფლიო წესრიგში, რომელიც ეხა გვაქვს, ეს დიდი კორპორაციები, რაც დრო გადის კიდევ უფრო მდიდრდებიან და შესაბამისად ეხა ქვეყანაზე მეტი რო გაქვს აქტივი და მილიონი, ანუ მილიარდები და რა ვიცი, ტრილიონები გაქვს შემოსავალი, მარტივია რომ იმოქმედო ქვეყნებზე და მათზე ზეგავლენა იქონიო, მაგალითად თუ შენ გჭირდება რომ კონგოში მოიპოვო რაღაცა, თქვათ, არ ვიცი, რაღაცა ტიპის ნედლეული, მიხვალ იქ მთავრობასთან და ელაპარაკები, შეიძლება თუ არ მოგწონს მე ვიღაცას ჩარე უფრო მაღლიდან და ჩააჩოჩება მთავრობას თუ მოგწონს და მაშინ ადგები და უბრალოდ ფულს მიცე, მაგრამ აი როგორც ახლა ხდება ამ ქვეყანაშიც შეიძლება არ მოგწონდეს არც თქვენ ეგ, მაგრამ ნუ ფაქტია რომ მოდის რაღაც კომპანია რომელიც აპირებს რომ გიგანტური ასე ვთქვათ ეს კორპორაცია აქ ააშენოს რაღაც იკლჰილსი ასე შემდეგ რაღაცა ტიპის ბიზნესი აწარმოოს მათ შორის შეიძლება იყოს ნამოხვანი ჰესების კასკადი ან სხვა კიდე სხვა რაღაცა მსგავსი მშენებლობა და
რეალურად ცდილობს ჯერ ერთი მოარყიოს შენთან ინსტიტუტები, იმისათვის რადგან გააკეთოს ის, რასაც აკეთებს და მეორეს მხრივ იქ რაღაცა ტიპის, ხა ამ მთავრობასთან უფრო მარტივია დასალაგებელი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთ აზზე არიან. ან შესაბამისად, ხა ხანდახან არის ხოლმე, რომ ხა იმ დღეს ბატონი კოტეზარნაძეა ერთი ალბათ იცით საკრებულოში არის დეპუტატი იქიდან და ის ამბობდა რომ აიო deep state-ი რა არისო და ამ კომპანიებზე მიუთითებდა, მაგრამ რეალურად მე აღმოჩნდა რომ ზუსტად ის Eagle Hills-ზე არ ამბობდა, ის ამბობდა ბოდიში Eagle Hills-ი კი არა. BlackRock-ი და რაღაცები თქვა და ის BlackRock-ი და BlackRock-ი State Street-ი და Vanguard-ი არის ამ კომპანიები. ეგენი თქვა და ეგენი ყველანი არიან მაგალითად ამ ალაბართან რაღაცა ტიპის ბიზნეს გარიგებაში და აქვთ წილები იმ კომპანიებში. შესაბამისად, ეხა მარტივად ჩანს, რომ აი ეს დიდი კორპორაციები თუ მათ ეს ძალაუფლება აქვთ, მე ძალიან ბოროტად სარგებლობენ და მე მაგალითად პირადად ვემხრობი ამიტომაც კაცრ რეგულაციებს. ზოგიერთ მემარცხენე უფრო რამდენიმე რაღაცაზე მინდა რომ იპასუხო. ერთი საქართველოს არჩეხება პრობლემა ჩემს არც თვითონ ნამახვანის შემთხვევაში და Eagle Hills შემთხვევაში თავისთავად იმაში არა რომ რაღაც ინვესტორი შემოდის უნდა ცხვილი და რაღაც გაკეთება უნდა. ორივე შემთხვევაში პრობლემა არის ის რომ იმის გამო რომ ეკონომიკური სიტუაცია არის გაუარესებული ქვეყანაში ცდილობა არის ხელისუფლების მხრიდან რომ რაღაცა ისეთი ხელშეკრულებები დაიდოს რომელიც უკანაც რადგანაც არ ვიცით. სინამდვილეში ლაპარაკი რაზე არის რომ მე ცუდად მართავ აქ ეკონომიკურ გარემოს და მათ შორის ქვეყანა მიმყავს მაგ თუნდაც დღევანდელი რაღაც იზოლაციისკენ ამის გამო არ შემოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები რაც გჭირდება ეკონომიკური ზრდისთვის და ამიტომ იძულებული ვარ რომ რაღაცა ისეთი ჩრდილოვანი გარიგებები ვაკეთო რაღაც მსხვილ კორპორაციებთან რომელსაც მე დავმალავ არ გავასაიდუმლებ და სინამდვილეში ამას მალავ იმიტომ რომ კაბალურ პირობებზე ვთანხმდები. ანუ ის იმდენად არამიმზიდველი გარემოა რომ ვიღაცა მსხვილი აქ რომ შემოვიდეს მე იმას რაღაცა უნდა დავუთმო ვაჩუქო და ამას ვმალავ, იმიტომ რომ ეს რო გამიბაზრდეს, ხალხი ამიჯანყდება, ანუ რაღაცა იაფად ვაძლევ მიწას, ან ჩუქნი მიწას, ან რა ვიცი, გარემოს ვიკიდებ, მაგალითად თქვენთვის საინტერესო ალბათ რომ გარემოს ვიკიდებ ფეხებზე და შეიძლება რაღაცები გააფუჭოს. ეგეთ რაღაცებზე მივდივარ, ოღონდ ვიღაცა შემოვიყვანო და რაღაცაში ფული ჩადოს და პლუს მე კორუფციის ამბებიც არის. მანდ უფრო ეგ პრობლემა მგონია, ვიდრე ისო ზოგადად მიუღებელი იყოს მსხვილი კორპორაციის შემოსვლა. თუმცა იმ ნაწილში გეთანხმები, რაც ილაპარაკე იმაზე, რომ რისკები არის. ანუ მსხვილი კორპორაციების არსებობას აქვს ძალიან დიდი პლუსებიც, ხო? პლუსები ის არის, რომ მსხვილი კორპორაცია ნიშნავს, რომ დანახარჯები რაღაცა ერთ გამოშვებულ პროდუქციაზე ერთ პროდუქციაზე გაცდები დაბალ და შეუძლია დაბალ ფასში გაყიდოს რაღაცები და მათ შორის ის რომ თანამედროვე სამყაროში შესაძლებელია თუნდაც რავი სამყარო შეუძლია დღეს რაღაცა ამდენი მილიარდი ადამიანი შეინახოს, აჭამოს, ჩააცვას და ახუროს სხვადასხვა დონეზე, მაგრამ მაინც და შემდეგ ეს არის მათ შორის მსხვილი კორპორაციების დამსახურება, რომ იმდენად გააიაფეს წარმოება რაღაცა ტიპის რაღაცების, რომ დღევანდელ თანამედროვე სამყაროში შეუძლია რომ მაგდენი ადამიანი შეინახოს. ანუ პლუსებიც აქვს, ისევე როგორც მსხვილი კორპორაციების ერთ-ერთი მთავარი პლუსი არის ინოვაციები. მსხვილი კორპორაციებს მათ შორის მაღალი მოგების გამო აქვთ რესურსი, რომ R&D რო არის, კვლევასა და განვითარება როგორ ითარგმნება არ ვიცი, მაგრამ რაღაც სამეცნიერო კვლევებში ჩადონ ფული, გარისკონ, მათ შორის თუ არ გამოვა, ამის გამო არ გაკოტრდნენ, იმხელა მოგება ქონდეთ, მაგრამ სამაგეო წინწაწიო სამყარო იმით, რომ ბევრი რაღაცებში ინოვაციები გარღვევა მოახდინონ. ანუ ეს არის პლუსები ჩამოთვალეთ, თუმცა რისკები არის. კი და ორი ტიპის რისკი არის, სავარაუდოდ, კლასიფიკაციასავით რო გავაკეთოთ, ერთი ის, რომ თვითონ იმის გამო რომ შეიძლება დომინანტი პოზიცია ქონდეს ბაზარზე, იქ რა შეიძლება ცუდად მოიქცეს და შეუძლია მაგათად დაადემპინგოს, ფასები დააგდოს და პატარები გააკოტროს და გაყაროს ბაზრიდან და ასე შემდეგ. და მეორე არის, რაზეც შელაპარაკობდი, რომ რაღაცა შეთანხმები გააკეთოს ხელისუფლებებთან, ან ხა კონგოს შემთხვევაში საერთოდ რაღაცა პარამილიტარო ჯგუფებთან და ასე შემდეგ და ნუ ამ შეთანხმების გამო თუნდაც იგივე რაღაცა ისეთი რეგულაციები მიაღებინონ, ან ისეთი საგადასახადო სისტემა მიაღებინონ, ეგეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ მე პატარები არ შემოუშვან. თან ამას ხსნიან ისე, რომ ვითომ რაღაც კარგ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში პატარების შემოსვლას ბლოკავენ, იმიტომ რომ თუნდაც დამატებითი რაღაც არის სამართლებრივი რაღაცები თუ გჭირდება, დამატებითი ბუღალტერია თუ გჭირდება, თუ გაართულებ ამ პროცედურას, პატარა ვეღარ შემოდის, იმიტომ რომ ამ მსხვილ კორპორაციებს აქვს საშუალება, რომ ყავდეს რაღაცა იურიდიული თიმ რაღაცა გუნდი, რომელსაც ამუშავებს, ისე როგორც ბუღალტრების მთელი ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ იმაზე, რომ დაემორჩილონ ამ რეგულაციას და რაღაც არ დაარღვევენ, მაგრამ პატარას მაგის რესურსი არ აქვს და ვერ შემოდის ბაზარზე. ეგეთი რისკები არსებობს, მაგრამ თავი განსხვავება ჩვენ შორის არის იმაზე, მან გამოსავალი სად არის და შენ შემთხვევაში ალბათ გამოსავალს ხედავ იმაში, რომ რეგულაციებით მოგუდო, კი არა და მოარჯულო ეს დიდი კორპორაციები, მე პირიქით მან რისკს ხედავ. მანდაც გამოსავალი მგონია, რომ პირიქით სახელმწიფო მაქსიმალურად ჩახსედი უნდა იყოს და კი შეუძლია მას მათ შორის ბაზარზე ცუდი რაღაცების კეთება, მაგრამ დიდხანს ვერ შეუძლია და ამიტომ
საბოლოო ჯამში ისეთი ზარალის მიყენებაში მაგალითად კიდე რაში არ გეთანხმებით რომ აი ეს იქ უფრო მეტი რისკია იმის თქმით ამოკეთ რომ დავასრულო, როდესაც შენ მათ რეგულირებას ცდილობს საბოლოო ჯამში ამათ იგივე ლობიზმით რაც შენ ახსენე, იგივე იმის გამო რომ ბევრი რესურსი აქვს და პოლიტიკოსების ყიდვა შეუძლიათ კი არა და რავი ინსტიტუტების ყიდვა შეუძლიათ ისეთი რეგულაციები მიაღებინონ, რომელიც ისევ ამათ იქნება სასარგებლო, ამათ შეიძლება ხარჯი იყოს, მაგრამ ამათ ეს იქნება მინიმალური ხარჯი, მაგრამ ეს იქნება იმხელა ხარჯი პატარა კონკურენტებისო, პატარა კონკურენტებს მოკლავ. ხო, მაგრამ მე აი ესე უყურებ აი ტექნოლოგიის და მე სამეცნიერო მიმართულებითაც არც მთლად ეგრე არის საქმე რომ ჩადებენ და მაინც დაინტერესებულები არიან. იქ რაღაცა სხვა ტიპის ინტერესებიც არის, რომლებიც თქვათ რაღაც შემთხვევებში აფერხებენ, თქვათ კონკურენტი კომპანიებში მიმდინარე პროცესებს ასე შემდეგ. ანუ ეს ბინძური თამაშები მაინც არსებობს და აი მაგალითად თუ ავიღებთ ახლა თქვათ NASA-ს და Tesla-ს და ამ სხვადასხვა იმების იმას რა ქვია, შეპირისპირების შემთხვევაში, ანუ სახელმწიფო მაინც აძლევს ფულს მაგალითად Tesla-სნაირ კომპანიებს, ამ დიდ კორპორაციებს, რომლებიც ხანდავჭერი არა ვარ. ხო, არა, ვიცი რომ Tesla მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას მაგას ეგ წარმატებები, რასაც თქვენ ამბობთ, გარკვეულწილად მაგითიც არის ნაწარმოები, რომ რაღაცა ფავორიტისტული გადაწყვეტილებებით ხდება რაღაცა დიდ კომპანიებში 3 მილიარდი, 15 მილიარდი, 14 მილიარდის წასვლა. არ უნდა იყოს ეგ ფული გადასახადები დაწე, ეგ ფული დატოვა ეკონომიკაში და მიხედავს ეკონომიკა თავის თავს. არ უნდა მიცე არც იმას, არანაირი მიზეზის გამო. ეგ პოლიტიკური სისტემა ხო იმ ხალხის შექმნილია რეალურად, იმ ხალხის, ვინც რაღაც ტიპის სარგებელი ნახა რაღაცა აი ამ ტიპის ურთიერთობებში. შესაბამისად იმ ხალხზე მინდობა აჩვენებს რომ მაინც და მაინც მაგ ხალხს თუ ეტყვი რომ ეხა კიდე რაღაცები დავარეგულიროთ ისე რომ ეგეთ რაღაცები არ მოხდეს ხო მაინც იგივეს გააკეთებ. გააჩნია ვინ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ მე კიდე ერთი ის არგუმენტი მინდა მოვიყვანო რომ აი გარემოსთან მიმართებაში, აი გარემო არის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორი თუ როგორ ეპყრობა მაგალითად ეს სისტემა ყოველ შემთხვევაში სხვა სისტემა ამ ეტაპზე იყო, მაგრამ დაინგრა, ხო, რაღაც ერთი სისტემაა ეს რაღაცა რომელიც ეს წესრიგი, რომელიც გვაჩვენებს, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ აი ეხლა რა ვიცი, სამეცნიერო ალბათ თქვენ აღიარებთ ამ სამეცნიერო მიღწევებს, რომლებიც გვეუბნება, რომ კლიმატური ცვლილებები კი, რა თქმა უნდა, ისედაც არსებობდა პლანეტაზე და ვიცით რატომაც რაღაც პლანეტარული სულდა ყოველთვის. მაგრამ ამავდროულად ადამიანის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომ ანთროპოცენად მოიხსენიება უკვე ეს პერიოდი, ხო, ძალიან აქტიურად ჩაერია უკვე დედამიწის ასე ვთქვათ, დედამიწის ქერგში, დედამიწის მთლიანად აი გარემოსთან ურთიერთობაში უკვე ძალიან აქტიურია და ისეთ რაღაცებს აზიანებს, რისი გამოსწორებაც მერე უკვე ადამიანს შეიძლება რაღაც ბაქტერიები გადარჩნენ და იცხოვრონ იმათმა, მაგრამ ადამიანების სახეობას ეგ დიდი გამოწვევის წინაშე დგება და ამ გამოწვევას კოლექტიური პასუხი. ნუ კი ბატონო, მაგრამ კლიმატისობას ვაღიარებ ცხადია, იმასაც ვაღიარებ, რომ მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი უხეშათერევა დავამთავრებ, ხო, ანუ ნუ ეხა ეგ მონაცემები უკვე ვიცით, რომ ანუ რეალურად თქვათ მყინვარების დესტაბილიზაცია ძალიან აქტიურად მიდის და იმ ადგილებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, თუნდაც ჰიმალაის ფერდობებზე სასწაული რაღაცები ხდება, მთელი ქალაქები მიაქ, ხო, ამ დნობის შედეგად. ანუ ეს ერთის მხრივ აი წარმოვიდგინოთ ეხლა ადამიანის რამდენად არის გამოწვეული, ნუ აი რო წარმოვიდგინოთ, წყალი მიუწვდომელია, ანუ რეალურად დასალევი წყალის გამოყენება მცირდება. გაუდაბნოება აქტიურ ფაზაშია, ნოყიერი ნიადაგები მცირდება. არც არ ვარ დარწმუნებული. ნუ ეხლა მონაცემები ამას აჩვენებენ. ასევე მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ წყალსაფარი ზოგადად დედამიწაზე იზრდება და ნუ ეგ ეხლა ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია რაღაც ადგილებში და რაღაც მომენტებში, იმიტომ რომ ეს ხო მაინც ციკლურია ეს პროცესი. უბრალოდ გაუგებარი ვარ დარჩეს ჩემი პოზიცია ახლა კლიმატისობასთან დაკავშირებით. მე იმას არ ვუარყოფ, რომ კლიმატი იცვლება, ისე როგორც ყოველთვის იცვლებოდა. უბრალოდ კითხვის ნიშნები არსებობს სხვა ფაქტორებთან მიმართებაში. ის რომ ადამიანი უხეშათერევა არც მაგას არ უარყოფ. ხადი გაცლებით მეტად ერევა, ვიდრე ერეოდა მანამდე სანამ ინდუსტრიალიზაცია მოხდებოდა, ეგეც გასაგები არის. მაგრამ ის კლიმატის ცვლილებები რაც ხდება ახლა, მათ შორის რაც თქვენ ახსენეთ, ეგ რამდენად არის ანთროპოგენული, რამდენად არის ადამიანის გამოწვეული და საკმაოდ დიდი მან ძალიან რთულია დაკავშირება პირდაპირ იმის, ეს არის ერთი კითხვის ნიშნები, სადაც არსებობს და ხა მე არ ვარ პირველი, ვისაც ამას დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. მე არ ვიზახი, რომ რაღაცა არ უნდა ვცადოთ, თუნდაც ადამიანების ლაივიხრუცა და საცხოვრებელის არის იმის გადარჩენა და ეგეთ დონეზე ჩარევა. მე ზოგადად ამჯერა რომ ჩვენ კლიმატისობა შევაჩეროთ მაგნაწილში ამჯერად. არა, შეჩერებას კითხვის ნიშნები სადაც არის ის, რომ ადაპტაციაზეა საუბარი ეკონომიკურზე. ხო, თუნდაც ადაპტაცია ის, რომ რაღაცა თუ ელოდები რომ რაღაც შევა მოხდეს იქ რაღაცა დახარჯო ფული იმაზე რომ რაღაცები გაამაგრო და ეს რაღაცები გააკეთო, მაგაზე ოკეი ვარ, მაგრამ კითხვის ნიშნები არსებობს იმაზე რომ პირდაპირ დაკიცებულება რომ მაინც ანთროპოგენულია ეს და არა სხვა მიზეზების გამო. ჩემს მანდ არსებობს კითხვის ნიშნები, რომ მეც ბევრი მაქვს წაკითხული ერთი მხარეს და მეორე მხარეს. ისევე როგორც არსებობს კითხვის ნიშნები მას დაკავშირებით, რამდენად სწრაფად ხდება ეს პროცესი და რამდენად, იმიტომ რომ 9 ჯერ დაიდო უკვე დედლაინი
ადამიანი მოყოლებული 90-იანებიდან, მე ისმოდა რომ აი ხა 2000-იანების დასაწყისში კატასტროფა მოხდება, 2010 წელს მოხდება, 2020 წელს მოხდება, ჯერჯერობით მაგამდე ვერ მივედით და მე კიდე ანუ თუ სამეცნიერო ჩემ ღრმა ბავშვობაში საბჭოთა პერიოდში არსებობდა რომ ოზონის ხველი ფართოვდება და დავიქცევითო და ნუ მე აღმოჩნდა რომ ესეც არ ფართოვდება და ეხა პირიქით პატარავდება და ვერ არ დავიქეცა. იმის გამო რომ ეგ ეს არის ციკლური მომენტები. ხო, მესმის რომ იმის გამო რომ კითხვის ნიშნები არსებობს, მათ შორის ვისგან არსებობს? რომ დაუშვა არ არსებობს. კი, როგორ არსებობს? ნობელის ლაურეატები არიან, რომლებიც ამ კითხვებს სვავენ და მათ შორის დააკანსელეს რამდენიმე მათგანი იმის გამო რომ ამ კითხვებს სვავდნენ. კითხვების დასმა ერთია და აი ნახე, ანუ კიცებულება. გავასწორებ, რომ კიდე ერთ კითხვის ნიშანი არის ის, რომ ცხდებოდეს ეგ და მართლა თუ თბება და რაღაცა. ეგეც რამდენად საბოლოო ჯამში თუ ეს გრძელვად ეს არ ხდება, ყისიერად ამას გრძელვადიანი იქნება. ეგეც რამდენად ცუდი არის მაგაზის კითხვის ნიშნები არსებობს. ანუ ჩილოეთში სადაც ძალიან ცივა იქ თუ გახდება რაღაც ადგილები, ოდნავ სითბო თუ იქნება და ადამიანები შეძლებენ იქ ცხოვრებას, ეგ რატო არის ცუდი ადამიანებისთვის, ეგეც მანდაც არსებობს კითხვის ნიშნები. მოგეთ, ეგეც ცალსახა ამბავი ჩემთვის არ არის. მიუხედავად ცალსახა არის, ისო კლიმატი იცვლება, ცალსახა არის, რომ ადამიანის გავლენაც იზრდება. ამის მიღმა ბევრ რაღაცებთან ჩვენ თუ გადავხედავთ წარსულს რა წარსულში ვნახეთ რომ აი ნეანდერტალები თქვა გადაშენდნენ გამყინვარების გამო მე ხედავთ რომ არსებობს გვიან ბრინჯაოს ხანის კრიზისი რომელზეც ეგეც არის დადასტურებული მაგის გამყინვარების გამო გადაშენდნენ მე პირადად ამოვთხარ ეხლა ნეანდერტალის კრიზისი ხო რა სხვა თეორიებიც წამიკითხავს კი აი ახლა ცოტა ხნის წინ ამოვთხარი გამოყვები მაგაში თულია მე შევიდე ოკეი. გაყინული ხوارი ვერსია რომ საპიენსებმა დახოცეს. არა, ეგ ვერსია ჩვენ არ მივესალმებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ არ არსებობს მტკიცებულება მაგისა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, მარტო კლიმატი ამას ვერ იზამს და მარტო კლიმატზე არ არის საუბარი, მაგრამ შენ თუ ვერ მოახერხი ადაპტაცია, შენ თუ შენი აი ეს მაგაში მოვყვები რომ ადაპტაცია უნდა მოახერხოთ ყველა. მაგაზე უნდა ვიფიქროთ და ეგ ესე იგი კოლექტიური სადაც შესაძლებელია რომ მაგის თავი დავიზღიოთ რაღაც კატასტროფებისგან, ეგ რომ უნდა გავაკეთოთ, მაგაში მოვყვები. უბრალოდ მე აი ისიც ამჯერ არის ის რომ ეხლა რაღაცა მთელი დედამიწა გაერთიანდება და რაღაცა თუ სამყაროში მიდის დათბობისკენ მაგ დათბობას გავაჩერებ. მე უფრო გამოვიყენებდი სიტყვა კლიმატურ ცვლილებას, იმ დათბობა და ეს აი მე ტრამპის გამო. იმიტომ რომ ნახეს რომ მაინც და მაინც ისე არ თვება როგორც პროგნოზს აკეთებ და ეხლა აღარ იყენებენ მაგ ტერმინს, მაგრამ თუ ჩვენ უნდა გამოვხდოთ ყველაფერი ჩავაქროთ და დავბრუნდეთ მღვიმეში. პლეისტოცენში არ ვარ. არც მე არ ვარ ტექნოლოგიური განვითარების მომხრე ვარ, მაგრამ ეს ტექნოლოგიები ვისთვის ვინ უნდა გამოიყენოს და სადაშუაში გავჩერდეთ მან. ვისთვის უნდა გამოვიყენოთ ამაშია საქმე და თან აი მაინც მე ანუ სამეცნიერო ორი შრე არსებობს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში როცა ამას კლიმატურ საკითხს ხედავ ერთი არის რომ რაღაცა პოლიტიზირებული სადაც შეიძლება მემარჯვენეებიც მემარცხენეებიც წვანეებიც სხვადასხვანაირად წარმოაჩენდნენ ამ საკითხებს პოლიტიკური ხო მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურა ამაზე დიდი ხანია საუბრობს როგორ იქნებოდა რანაირ დაახლოებით რა მოხდება აცდენ ბევრჯერ პროგნოზებში ასე ისინი ანუ მეცნიერები მაგას არ ამტკიცებს როცა ეს გარეოს კლიმატის ცვლილების რაღაცა ის რო არის იქიდანაც გამოჟორნა იმეილებმა სადაც ცალსახად ჩანდა რომ რიცხვებსაც აყალბებდნენ ანუ მე მინდა რომ მეორე მხარეს დავინახო არა ვიღაცა შეიძლება აყალბებდა მაგრამ მე არ ვარ მოხრე არ ვარ მოყავილი კონსპირაციის თეორიების და ისე არ მინდა გამომიდესო თითქოს რაღაც კონსპირაციები ჯერა მაგრამ რაღაცა კონკრეტული ფაქტები არსებობს იქ და მართლა არსებობენ კონკრეტული მეცნიერები რომელსაც ეს კითხვის ნიშნები აქვთ არა რა თქმა უნდა არა შეიძლება ეხლა რაღაცაში კარგი იყოს მაგრამ საბოლოო ჯამში იქ მე იმაზეა საუბარი რას ვაღიარებთ რას არა და ეხლა შეიძლება ვიღაცას შეეშალოს და შეიძლება ვიღაცამ იმას მაგრამ მე მაგალითად როგორც მეცნიერი ვთვლი რომ როდესაც სტატია ქვეყნდება იქ რამდენიმე ადამიანი მოწვევს ამ სტატიებს ხო ანუ რეფერირება მედის და ეს რეფერირება საკმაოდ კაცრად ხა საინსში და იმაში რომ გამოაქვეყნებ იქ ხა გასაგებია კი ოღონდ ისიც ხო გასაგებია რომ მთელი დაფინანსების სისტემაც იყო მაგაზე მორგებული რომ თუ არ ახსენებდი კლიმატის რა თემაზეც არ უნდა წერო ეხლა და ბევრი მე მინახავს სტატიები აი საერთოდ კავშირში არ არის კლიმატისთან მაგალითაცია თუ არ არის ახსენები კლიმატის ცვლილება მაგრამ ამან იმის გამო რომ ფული კი ამიტომ იმის გამო რომ ფული მაგაზე გამოიყოფო და ყველაფერი სისულელს უკავშირებენ ეხა მაგაზე მაგრამ ისენი მაგ წაკითხული არა ფული შეიძლება მაგიტო ომს და იმებსაც აკავშირებენ კლიმატის ცვლილებას არსებობს რაღაცა თქვა როგორ თქვა არსებობს აი ეს შრეები ერთი შრეა ცალსახებ სამეცნიერო რომელსაც ბევრი პოლიტიკოსიც ეყრდნობა და მაგიტომაც საჭიროა ჩემი აზრით რომ მე ბევრი მეცნიერი იყოს პოლიტიკაში რომ შარლატანებმა მე ნაკლები ილაპარაკონ, მაგრამ ნამდვილ მეცნიერებს მაქვს საუბარი, მე არის უკვე ასე ვთქვათ რაღაც ტიპის, აი თქვენ რაზეც ამბობდით, შეიძლება იყოს რაღაც სექტორი, სადაც ეს თემები შეიძლება იყოს რაღაცნაირად ხელოვნურად წამოწეული, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც ინსტრუმენტალიზებული იყო ხშირად აი ამ რაღაცა დიდი კომპანიების მიერ. ზოგს აწყობდა ის, ზოგს აწყობდა ეს, ზოგს აწყობს რომ ვთქვათ რაღაცა ვირუსმა
სწრაფად მოიკიდოს ფეხი, ზოგს არ აწყობს, ზოგს შეიძლება არ ჯერა და ხა ტრამპი აბომა სპირტი გაიკეთეთ ვენაში და კოვიდი არ დაგემართებოდ, მაგრამ ხო, ეგეც მეგონი რომ ისეთ კონსპირაციული მასში წავედით ხა, მაგრამ ოკეი, შენი პოზიცია გასაგებია, ჩემი პოზიციაც მეგონი გასაგებია, ანუ მე არის რაღაცები, რასაც ცალსახად ვაღიარებ და არა ვარ ისეთი ანტიმეცნიერი ტიპი არა ვარ. მე საიდანაც დავიწყე, ეგ არის ეს არის კოლექტიური გამოწვევა და ამის არაღიარება ხდება მაშინ, როცა კოლექტიურ უფლებებზე მივდგებით ხოლმე და ხშირად არის ხოლმე სოციალური და კოლექტიური უფლებები რაღაცნაირად გვერდზე იწევა და მხოლოდ რაღაცა კონკრეტული ან კერძო საკუთრება ასე შემდეგ ესენი მოდის, მაგრამ ამ პოლიტიკურ გასაგებია, მაგრამ ამ პოლიტიკური უფლებების გარდა არსებობს სოციალური და კოლექტიური უფლებები. ჩემი აზრი ასეთი. რაღაც სამყაროში. გავაგრძელებთ. ეს რა არის? უთანასწორობა, პრობლემა თუ ბუნებრივი გადარჩევა? კაია, მოდი, აქ ავწდები მოჭრილი ერთად. აქაც ავწდები. უთანასწორობა არის ბუნებრივი მოცემულობა. ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებრივი მოცემულობა არის. რაღაც თვალსაჩინო შეიძლება შეხედო როგორც პრობლემა ცხადია, იმიტომ რომ აჩენს ბევრ პრობლემებს, განსაკუთრებით თუ სეზახიან მაგას, ფარდობით უთანასწორობას ეძახიან მე მგონი. თუ ძალიან ხელშესახები არის, როგორც წესი ეს იწოს მათ შორის კრიმინალიზდას და რაღაც სხვა ტიპის პრობლემებს და ჯამში გასაგებია რომ პრობლემა არის და ხარჯიც არის ზოგადად საზოგადოებისთვის, ამიტომ მაგ ნაწილში ეგ არის ნაწილი რასაც ხა გამოყვებით. მაგედან დავიწყე. მაგრამ ის რომ რაღაცა ამას ეკონომიკურ უთანასწორობაზე არ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, ის რომ ვეცადოთ რომ ადამიანები გავათანაბროთ და ყველა ერთნაირი გავხადოთ რაღაცა, ეგ არის ჩემთვის კატასტროფა, მაგის უამრავი მცდელობა ახსოვს კაცობრიობას და ყოველთვის ეგ ამბავი მთავრდება ძალიან ცუდად ხშირ შემთხვევაში სისხლით, უმეტეს შემთხვევაში სისხლით. თუ ესე ვაყენებთ საკითხს პრობლემა თუ ბუნებრივი გადარჩევა მესმის კითხვა საიდანაც მიყავს. თუ ზოგადად აღიარებ იმას, რომ ბუნებრივი გადარჩევა არსებობს სამყაროში, რაღაც დარვინთან თუ დაუბრუნდებით და როგორც ფენომენი არსებობს, მაგას სახელმწიფოს ჩარევა და ხელოვნური გათანასწორება მაინც და მაინც ვერ შველის, იმიტომ რომ კაცობრიობის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეგ გადარჩევის მექანიზმი თუ არსებობს, მუშაობს ისეთ სისტემებში, სადაც ეგეთი რაღაცა მექანიზმები არის ხელოვნურად შემოღებული, რომ გავათანასწოროთ ყველა. საბჭოთა კავშირი იყო მაგის კარგი მაგალითი, სადაც თვითონ თანასწორობა უნდა ყოფილიყო და რავი, კანონმდებლობის დონეზე და რიტორიკის დონეზე ასეც იყო, მაგრამ პრაქტიკაში არსებობდა კასტა ადამიანების, რომლებიც კაცებით უკეთესად ცხოვრობდნენ, საერთოდ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდნენ, განსხვავებით ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქისგან, არაფერი არ აკლდათ. თლად ისე ვერ ცხოვრობდნენ როგორც დასავლეთში, მაგრამ ის სიკეთეები, რომელიც დასავლეთში არსებობდა, მათ დიდ ნაწილს ასევე ჰქონდათ. კარგი მანქანები ჰქონდათ, კარგი საკვები ჰქონდათ, კარგი ტანსაცმელი ჰქონდათ, შედარებით სხვებთან. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ეგრე იყო თითქოს შექმნილი, რომ ყველა თანასწორი უნდა ყოფილიყო და განსხვავებები არ უნდა ყოფილიყო. იმის თქვა მინდა, რომ ეგეთ სისტემაშიც კი თუ ბუნებრივი გადარჩევა მუშაობს, იქაც მუშაობს. ვიღაცები ეგეთ სისტემებშიც ახერხებენ, რომ უპირატესობა მოიპოვონ და სხვებზე უფრო მაღლა დადგენ. ხო, ამიტომ უთანასწორო ბუნებრივი მოცემულობა არის, ისე რომ დაუბრუნდე, მესმის, რომ საზოგადოებაში რაღაცა ტიპის მიდგომები უნდა არსებობდეს, რომელიც ამ უთანასწორობისგან გამომდინარე რაღაც პრობლემებს მოაგვარებს, ან არ გააჩენს საერთოდ ამ პრობლემებს, მაგრამ ისევ ცადოთ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, მატერიალური თვალსაზრისით ადამიანები გავათანაბროთ, მაგაზე დიდი მავნებლობა ძალიან ცოტა რამ მოუფიქრებიათ ადამიანებს. მე ხა არ ვიტყვი რომ ბუნებრივი გადარჩევა არ არსებობს, თავისთავად არსებობს. თუმცა ადამიანი არის ის არსება, რომელიც რაღაცნაირად აი თავისი აი ამ პრიმორდიალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, თავის კულტურით და საზოგადოებრივი ცხოვრებით ამას რაღაცა მხრივ ცდილობს ვერ დააუაროს რა, იმიტომ რომ თუ ისევ ისტორიულ იმას ჭრილში შევხედავთ, ეს ბრძოლა მუდმივად არსებობდა, რომ რაღაცა ტიპის უთანასწორობას მოყვებოდა ბრძოლა, თქვა სხვადასხვა ტიპის კლასებს შორის და ეს კლასებს შორის დაპირისპირება იყო აი ამ რაღაცა რესურსებს ბრძოლისთვის და ეს რესურსებს ბრძოლისთვის იმიტომ იყო რომ იყო რაღაცა კასტა რომელიც თქვენ თქვით ნომენკლატურა იქნებოდა იქ რა ქვია საბჭოთა კავშირში თუ სხვაგან თქვათ ეს კორპორაციები ჩაგრავდნენ დანარჩენებს და ცდილობდნენ მათ ხარჯზე ყოფილიყვნენ რაღაცა უფრო თანასწორებზე უბრალოდ მათ თანასწორები თავიანთ გარემოში სხვების ხარჯზე
ხო და უთანასწორობასთან ბრძოლა ჯერთი თუ იმაზეა ლაპარაკი რომ რაღაცა ტიპის ადამიანს შეუძლია რაღაცები გარდაქმნას აი ამ ცვლილებებში რომელსაც ის თავის საზოგადოებაში აწარმოებს და რომლებიც ფაქტია ასე გვინდა თუ ისე გვინდა მაინც ვითარდება და პროგრესისკენ მიდის მაინც ხედავთ რომ ის უთანასწორობები რომლებიც მანამდე იყო იმასთან ბრძოლას ახერხებს უკვე თანამედროვე რა ვიცი ვიღაცასთვის შრომელთა კლასია ვიღაცასთვის არ ვიცი და რაღაცა ხო არ არსებობს ეგ სანდოში ჯერ არ ვიცი შენაც მოყევი ეგ არის რაღაცა ისეთი მარქსისტული კი ბატონო მარქსისტული რა თქმა უნდა საფუძვლები არა მაგრამ ნუ მარქსისტული თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განშტოება არის მაგრამ ერთი წამი საიტკენ მივდივარ მაინც რო თქვა რომ და ესე იგი იმ მომენტში როდესაც ჩვენ ეკონომიკას აი განვიხილავთ და ხედავთ რომ აი ესეთი პრობლემებია და შესაძლებელია რომ რაღაც მომენტში თუ თქვენთან ახსენეთ ის ქვეყნები რომლებიც რაღაცნაირად მოახერხეს და სახელმწიფოს ჩარევის შეიძლება ცოტანი არიან მაგრამ მოახერხეს სახელმწიფოს ჩარევის და კონკრეტული მიმართულებებში ვთქვათ პოლიტიკურ-ეკონომიკის ჭრილში რაღაცა გადაწყვეტილება მიიღეს და ამან გამოიწვია ის რომ შესაბამისად რაღაცა ტიპის დოვლათი უფრო თანაბრად გადანაწილდა და უფრო წინ წავიდა ქვეყანა რა ესე იგი თუ ეს შესაძლებელია ამ დონეზე სხვა უფრო მაღალ დონეებზეც შესაძლებელი იქნება ეხა ხშირად არის ხოლმე რომ მაინც საბჭოთა კავშირი მოყავს ხოლმე რა საბჭოთა კავშირი დაანგრია იმ ხალხმა იმ ნომენკლატურამ რომელმაც თვითონ შეუწყო ხელი მის ძარცვას და თავად არ ჯეროდათ იმისი რასაც აკეთებდნენ რეალურად იმიტომ რომ სტალინის მერე ეს მთლიანად ეს სისტემა ესე ჩამოიშალა იმიტომ რომ აი ხდებოდა ნუ ნაწილობრივ რაღაცეები მოხდა ეხა მაგას თლათ ვერ გადაუსვათ ხას მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ჩემთვის იმაზე არის საუბარი რომ თანასწორობა შესაძლებელია უთანასწორობა შესაძლებელია ნუ აღმოიფხრას ძალიან ნუ რა ვიცი ძალიან მაქსიმალურ დონეზე. ეხლა აქ თანასწორობა იმაზე არ არის რომ მაინც და მაინც ყველას ერთნაირი რაღაც უნდა ქონდეს პირიქით აი თქვენ მარქსის იდეა თავად მდგომარეობს იმაში რომ ადამიანმა გაათავისუფლოს თავისი შემოქმედებითი სული აი ამ ბორკილებისგან რომელსაც ეკონომიკური ქვია და ეს ბორკილები არის უთანასწორობა რა. შეიძლება თქვენ აგჯერათ ცადეს მაგის თელობა იყო აქედან დავიწყოთ ცადეს ეს ეგრეთ წოდებული UBI რო არის Universal Basic Income ცადეს რამდენიმე ქალაქში ფინეთში ცადეს ჰოლანდიაში ცადეს აი მაქსულის გათავისუფლებაზე იყო იდეაში მიმართული. ნუ გათვლა იმაზე იყო რომ დადგება რაღაცა რეალობა ცოტა ხანში განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესაძლოა ძალიან ბევრი ტიპის სამუშაო ტიპები გაქრება უბრალოდ და მაგ რეალობაში მარქსმა წინასწარ მეტყველა. როგორ უნდა იმუშაოს ეკონომიკამ არის ჯერჯერობით ჩვენ წარმოდგენაში გაუგებარი და ამის გამო ერთ-ერთი ვერსია რომელსაც მათ შორის მასკიც აწვება და ჯერა არის ეს რომ უნდა არსებობდეს რაღაცა უნივერსალური მინიმალური შემოსავალი ანუ ფული უნდა დაარიგოს სახელმწიფომ რაღაც ყოველას ერთნაირი რაოდენობის ფული და რა ვიცი მაგ ფულით რაღაცნაირად ეკონომიკა რაღაცა ტიპის ეკონომიკა ის ტიპის ეკონომიკა რომელიც ზუსტად არის როგორ იქნება ის იმუშავებს და ცადეს ეგ ფინეთში ცადეს და ჰოლანდიაში შეიძლება კიდე სადღაც ცადეს აღარ მახსოვს მაგრამ გათვლა მაგაზე იყო რომ ჩვენ თუ მივიცემთ რაღაცა მინიმალურზე ცოტა მეტსაც აძლევდნენ შემოსავალს გათვლა მაგაზე იყო რომ თუ ამას ადამიანს აღარ ექნება საფიქრალი იმაზე რომ უნდა იმუშაოს და ესე მიიღოს შემოსავალი მისი ეს მოქმედებითი უნარები გაიფურჩქნება და რავი რას გააკეთებენ არ ვიცით ამბობდნენ მაგრამ რაღაცა კარგი უნდა გააკეთონ იმიტომ გათავისუფლებიან რაღაცა ყოფითი რაღაცა პრობლემებისგან რომელიც მოგვარებული იქნება იმიტომ რომ იმ ხელა შემოსავალი მაინც ექნება და არ იმუშავა არ იმუშავებდა იმიტომ კულტურული გარემო რაც არის ის კულტურული გარემო თუ იგი გარემოში გააკეთეს არა ეგ მე ჰოლანდიაში და ფინეთში თუ არ მუშაობს ეგ საქართველოში მე კულტურული წესრიგზე ვსაუბრობ მაინც ის კულტურული წესრიგი მაინც იქითკენ არის ხო აი კულტურული წესრიგი როგორც კაი, მოდი იქ დაუბრუნდები ისე მარქსის იმას, ოკეი, ეგ თეორია მარქსის საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ პრაქტიკა მაჩვენა რომ ეგ ეგრე აღარ არსებობს ეგეთი კლასობრივი დაყოფა ეხლა განვითარებულ ქვეყნებში, ანუ რომ მიხვიდეთ, მე რა მყო ნანახი მაქვს უბრალოდ ჩემი თვალით ეხლა უბრალოდ თავში მოვიდა, მაგრამ მაგალითად BMW-ს ქარხანასთან რომ მიხვიდეთ, გარეთ აყენია წარმოუდგენელი ხარისხის მანქანები, სულ ახალი გამოშვება ისეთები, რომლებიც აქ საქართველოში არ დადის მაგალითად და ბევრგანაც არ დადის. ძალიან ძირითადად ეს მანქანები არის იქ მომუშავე ადამიანების, რომლებსაც შეგვიძლია მუშა დაუძახოთ, მაგრამ თუ ისეთ თუ დასაძახებელია მუშა, იმიტომ რომ ჩვენი გაგებით წარმოდგენაში ხატი მუშის რაც არის, არანაირად არ არის. აი ეს BMW-ს თანამშრომლები,
რომლებიც არა მარტო კარგი მანქანები ყავთ და იმის გამო თანამშრომლები არიან, ყოველ ახალი მოდელის ყიდვა შეუძლიათ გაცილებით უფრო იაფად ვიდრე სხვა გერმანიის მოქალაქეს თუნდაც. ამეთ შეიძლება აქციონერები იყვნენ ამ BMW-ის. კი ბატონო, ნუ გერმანიაში მაგას ახალისებენ. მაგის თქვა მინდა რომ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყანაში ხაზის გავლება ვინ არის ხა პროლეტარი და ვინ არის რაღაც მესაკუთრე ძალიან რთულია, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ხა TBC-ის ან საქართველოს ბანკის აპლიკაციაში თუ გაქვთ და შეგიძლიათ გახდეთ აქციონერი Google-ის ან Tesla-ის ან არის Standard & Poor's 500-ის რაღაცა ის აქციები რაღაცები შეგიძლიათ კალათები იყიდოთ რაღაცა იმების და რა ვიცი შეიძლება ამავე დროს მუშაობდეთ სადღაც სხვაგან როგორც დაქირავებული თანამშრომელი ანუ ამ გაგებით შეიძლება ჭყალებში მუშა გერქვათ და მეორე გაგებით შეიძლება იყოთ რაღაცების მფლობელი ანუ სამყარო მაგამდე მივიდა და მათ შორის ამ გაციფრულებამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა და ამიტომ ეგ გაგება რომ რაღაცა კლასობრივი დაპირისპირებები კიდე შეიძლება არსებობდეს რაღაცა მაგარ გაქრა აღარ მუშაობს ჩემს ამიტომ თვითონ მარქსისტების დინასტია ეგ ნაწილი დაივიწყა სხვა რაღაცები კიდე აქვს მარქსიზმიდან შემოჭრილი ნაწილი დაივიწყა მაგრამ თანასწორობასო დაუბრუნდეთ მიზანი რატო უნდა გქონდეს საერთოდ ისე თქვი არც ჯერა რომ დაივიწყა მაგრამ მიზანი რატო უნდა გქონდეს მატერიალური თანასწორობის მიღწევა ჩემთვის ეგ არის გაუგებარი და მიუღებელი რა აუ მე და შენ ვართ ორი ადამიანი დავიბადე დაახლოებით ერთნაირ სოციუმში პირობითად ვიძახი რა შენ იღვიძებ დილას 6 საათზე და მუშაობ ღამის 10 საათამდე და მე ვიღვიძებ შუადღესაც პირველ საათზე და საერთოდ არ მუშაობ რა მთელი დღე ვთამაშობ კომპიუტერზე და არაფერსაც არ ვაკეთებ რა მე და შენ რატომ უნდა ქონდეს ერთნაირი შემოსავალი მაგას არავინ აი მაგას აი ეკონომიკური თანასწორობა ხო მაგას ნიშნავს ხო მაგრამ ეკონომიკური თანასწორობა ანუ ზარმაც და ანუ ნახე მარქსის იდეაც მაქედან მოდის რომ ის ვინც არაფერს არ აკეთებს ის მდიდრდება იმის ხარჯზე ვინც აკეთებს და ვინც აკეთებს ის მე მოწყვეტილია ამ კეთილდღეობას ანუ ამ საგანს მარქსი მე-19 საუკუნის სამყაროს უყურებდა და რაღაცები რაც არ მოწონდა იმაზე წერდა მე თავის ის ეხაც ეგრეა დღევანდელ რეალობაში ვიძახე დღევანდელ რეალობაში აი წარმოიდგინე განვითარებული რაღაცა კაპიტალისტური ქვეყანა სადაც თავის ბევრი პრობლემები შეიძლება არსებობდეს სადაც არც იმას არ უარყოფ შეიძლება არსებობდნენ მდიდარი ადამიანები რომლებიც უწესოდ მოდი ცუდი სიტყვა ვთქვა უწესოდ გამდიდრდნენ იმით რომ შეეკრენ რომელიღაც თავრობას იმით რომ სადღაც ფული ჩააწყეს და სუბსიდიები მიიღეს ან იმით რომ რაღაცა ლიცენზია მოიპოვეს უკანონოდ ან უსამართლოდ და რავი მილიონი რაღაცა ხელშეკრულება მოიპოვეს უსამართლოდ სახელმწიფოს გარო მისი პროდუქტი შეეტანეს ყველა სკოლაში ან რაღაცა მაგრამ ვიღაცა შეეკრა და მოკეთ რაღაცა პრივილეგია მიიღეს სახელმწიფოსგან ან კონკრეტული მთავრობისგან და ესე გამდიდრა ჩემი აზრით უსამართლო გამდიდრება არის. მაგრამ ამავე დროს იმ საზოგადოებაში არსებობს უამრავი ადამიანი რომელიც გამდიდრდა წესიერი შრომით რა შექმნა ესეთი პროდუქტი რომელიც თავისი ნებით იყიდა რა ვიცი დედამიწაზე ასობით მილიონმა ადამიანმა თუ არა მილიარდმა ადამიანმა და ესე გამდიდრდა. ეს ადამიანი რომელიც იშრომა და ესეთი რაღაცა შექმნა ეს ადამიანი რატო უნდა დაიჩაგროს ამას რატო უნდა წაართოს სახელმწიფომ უფრო მეტი ვიდრე ართმევს სხვებს და რატო უნდა გადაადაროს ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობთ აისაც ამდენი არ უშრომია და ამხელა ფული სადაც თუნდაც აი ეს ვინც გააკეთა რა ხშირ შემთხვევაში პირობითად ვთქვი ხო არა ისე ვამბობ მეც ისე ვამბობ ზოგადად ვამბობ რომ ეს ადამიანები აი ამ თქვენ რაც ვთქვით მაგ ფორმით ანუ ეს სისტემა რას ამბობს რომ პირველ რიგში მე მაგ პატარა ისე ვამბობ მცირე მთავრობა არ ვერევი ამ ეკონომიკურ საქმიანობაში მაგრამ ამ დროს როდესაც დგება საკითხი რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ პრობლემაზე ან რაღაცა ტიპის ხარდაჭერაზე ეს ხელისუფლებები ხარს უჭერენ ამ დიდ კომპანიებს მაგრამ იმ ადამიანებს ვინც ხო არ უნდა უჭერდნენ ხო იმ ხო აი ბეილაუთები რო იყო წოდებული არ უნდა არსებობდეს კი ბატონო არ უნდა არსებობდეს მაგრამ მაგ შემთხვევაში თუ არ არსებობს ეგეთი ტიპის მაშინ ეს ადამიანები კიდევ უფრო აგრესიულები ხდებიან იმ გაგებით რომ ანუ მიტაცებაზე არა საუბარი მე მივიტაცებ ამას შენ მივიტაცებ ამას ანუ სრულ ქაოსში გადახვა ხო პრობლემა მთავრობაში და სახელმწიფოში არის და არა იმაში რომ ვიღაცები ცუდი მოტივით მოძრაობენ თუ მთავრობა და სახელმწიფო ისე გაქვს სისტემა მოწყობილი რომ არ აძლევს ამათ პრივილეგიებს შესაბამისად არც არ ჩაგრავს მაგ შემთხვევაში გამდიდრება არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომით ნიჭით და ამაზეა საუბარი ესე იგი თუ ეგრე დიდრდება ადამიანი იმას რატო ვერჩით ხო იმიტომ საგადასახადო სისტემას რატო ვიყენებთ სამართლებრივ ანუ საგადასახადო სისტემა ესე მარტივად მაგამდე მიდიხარ საბოლოო ჯამში როგორ უნდა წაართვა ამას სხვას გადაუნაწილო უნდა ხო და ანუ პროგრესული გადასახადები რომ პროგრესული გადასახადები მეტი უნდა წაგართვა ხო და ამოდის სამართლების სისტემას იყენებ დასაჯერად ვიღაცებს თუ შენ იმ საერთო საკუთრებას ეხა შეიძლება თქვენ ეგრეა თulis იმ საერთო საკუთრებას ანუ ქალაქია იმიტომ რომ ქალაქი არის განსაკუთრებულად კოლექტიური სივრცე სადაც მე რასაც გავაკეთებ თქვენზე აისახება შესაბამისად ის არის რაღაცა კოლექტიურად ნაშენები კოლექტიურად გადაწყვეტილების მიღება
მოხმარების შედეგად ჩამოყალიბებულ სივრცე გზა იქნება ის ანუ თლიანად ეს კეთილმოწყობა ყველაფერი ის საზოგადოება რომელიც რაღაცა ცოდნას აწარმოებს რასაც შენ მერე მიიღებ ანუ საბოლოო ჯამში უფრო ჰოლისტურად რომ მიუდგეთ ეს ამ ყველაფერიდან შენ სარგებას ნახულობ და ამიტომ შენ უბრუნებ სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებით რაღაცა ტიპის იმას. შენებით დავაბრუნებ პრინციპი დაბრუნებაც მინდა. თუ სარგებელს ნახულობ ვიგზნობ მაგას. ხო, მაგრამ ეს ხო შეთანხმება, ეს საზოგადოებრივი შეთანხმებაა და არა ის რომ ვიღაცა არა ვარ თანახმაკო. ბატონო, ეხა ეგრე ბევრ რაღაც ვაწერ ხელს რაღაცა და თუ არ ვაწერ ხელს არ მინდა. აი რაღაც საერთოდ არ ვეხები, რავი, კი როგორც შენ იყენებ გზას, მეც ვიყენებ გზას, კი როგორც შენ იხდი გადასახადებ, მეც ვიხდი გადასახადებს, ოღონდ თანაბრად ვიხდი. ფლეტს გადასახადი გვაქვს, როგორც შენ იხდი, მე ვიხდი, უბრალოდ მე მეც მუშაობ. პლუს რაღაცა გამოვიგონე, დავხარჯე დრო, რაღაცა მიწვალე, გამოვიგონე და ამ გამოგონებით, რავი, ისეთი რაღაცა შევქმნი, რომელშიც ადამიანები თავის სინებით მზად არიანო მე გადამიხადო ბევრი იყიდონ ჩემგან ეს რაღაცა პროდუქტი რაც გამოვიგონა ამითი გამდიდი არავის არაფერ არ წამირთმევია აი საერთოდ დავიბადე ღარიბ ოჯახში მაგრამ რაღაცა მივაღწიე რაღაც წარმატებას ჩემი შრომით მიჭით და თავდადებით და ღარიბ რატომ მახდები მე გადასახადს ღარიბ ოჯახში გადავაშავე როგორ გადავაშავე ანუ არ როგორც შენ სარგებლობ გზით ისევ სარგებლობ მეც როგორც შენ სარგებლობ შენ ამ პირადად ადამიანს გადასახადებ შენ ციხდი მეც ვიხდი ნომინაში მე შენზე მეცაც ვიხდი იმიტომ რომ მეტი შემოსავალი მაქვს და თუ გადასახადი რეიტი თუ რა ქვია ტარიფი თუ არის 20% შენი ნომინაში ცოტაა შენ შეიძლება იხდი 1000 და მე ვიხდი 200 საქართველოს შემთხვევაში სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც თუ ნახავთ მაინც გამოდის რომ ყველაზე ღარიბი ადამიანები მეციხდიან იმაში რა ქვია საბოლოო ჯამში კოლექტიურად ასე ვთქვათ უფრო მეციხდიან ბიუჯეტში ვიდრე იხდიან ისინი ვისაც ანუ ეხა თუ ავიღებთ ესე იგი 1%-ია უფრო მდიდარი ვიდრე დანარჩენი მსოფლიო ხო? მათ შორის იმის გამო რომ ვიღაცებმა ცადეს რეგულაციებით ამ მსხვილ კორპორაციებთან ბრძოლის მოგება და მათთვის ფუდარა ამ მსხვილ კორპორაციებს ყავთ და ამ მსხვილ კორპორაციებს არ თემი შეიძლება რომ დაიქირავონ იურისტები, დაიქირავონ ფინანსისტები. არა, უბრალოდ ამ რეგულაციებს რომელზეც დამორჩილება ძვირი უждდება ღარიბ ადამიანს და ის იმათ ნაკლები უждდება ჯამში, იმიტომ რომ მან ხრელებს პოულობენ და მაგას ვამბობ, გასაგებია ხო და რეალურად ეს სიმდიდრეც მაგასთან არის დაკავშირებული ძირითად ნაწილში ეს დიდი კორპორაციები სასამართლოდ დაუმტკიცებთ წართვი რაც გინდა მაგის მომხრევა, მაგრამ საგადასახადო სისტემის გამოყენება რომ ვიღაცა დაჩაგრო იმის გამო რომ არ უნდა ჩაგრო პირიქით შენ ანუ შენ მე ერთნაირად გადავიხადო გადასახადები და მორჩა რა. მაშინ ერთნაირად პირობები უნდა გქონდეს ყველაფერში, მაგრამ ეს ერთნაირად პირობები გარანტირებული არ შეიძლება შენზე ნაკლებ პირობებში დავიწყოთ და ისე გამდიდრდა და რატომ მაგას ეხა ანუ თქვენ დაგყავთ ინდივიდებამდე მე ვლაპარაკობ სისტემაზე არ დადის იმიტომ რომ სისტემა სხვანაირად მოქმედებს საზოგადოება სხვანაირად მოქმედებს იქ უამრავი ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობის ნიუანსებია რომლებსაც თუ ყურადღებას არ თუ იმას არ მეორჩი კულტურაში რა კულტურა რაზე გახაგებული რადგან თანასწორობაზე არის ხო ეხა მაგას გეიღო თანასწორობა ნახსენები თუ არა აი პასუხისგებლობაზეა საუბარი თანასწორობის სამართლიანი გაგება ჩემ წარმოდგენაში უბრალოდ გასაგები იყო ჩემი პოზიცია რაც ერთ-ერთი სწორი გაგება სამართლიანობის ჩემი არის ის რომ არ უნდა არსებობდეს მე არ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ისეთი კანონები რომელიც ვიღაცას ჩაგრავს ან ვიღაცას აყენებს უპირატეს მდგომარეობაში ანუ მე კანონის წინაშე თანასწორობას მათ შორის აი ამ ესე განვმარტავ რომ მარტო გვაქვს ისეთი კანონები რომელიც არ ჩაგრავს არც ერთ ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს რაიმე ნიშნით და პრივილეგიას არ აძლევს არც ერთ ადამიანს და არც ერთ ადამიანების ჯგუფს რაიმე ნიშნით. ოღონდ ამ რაიმე ნიშნების ჩამონათვალში სადაც როგორც წესი ნახსენებია ხოლმე კანის ფერი, რაღაცა რასა, ეთნიკური წარმომავლობა, აღსარებლობა, სექსუალური ორიენტაცია და ასე შემდეგ ჩამონათვალი არის. მაგ ჩამონათვალში ერთადერთი განსხვავება ჩემი რაც არის ხოლმე, როცა ამას ლაპარაკობენ ხოლმე ადამიანები არის რომ მან დავამატებ ასევე შემოსავალს და შემოსავლის დონეს და სიმდიდრეს. რომ მათ შორის არ უნდა არსებობდეს კანონები. ხო, მეც მაგაზე ვამბობ, ჩვენ მემარცხენეებს სხვანაირად ვხედავთ. არ უნდა არსებობდეს კანონები, რომ თუ არასწორია დაჩაგვრა ადამიანის იმის გამო, რომ მას აქვს კანის ფერი, შავი ან ყავისფერი ან რაიმე სხვა ფერი, განსხვავებით თუნდაც ან თეთრი დამიშველობა აქვს, ისევ არ შეიძლება არსებობდეს კანონი, რომელიც ადამიანს დაჩაგრავს, იმიტომ რომ მას აქვს მაღალი შემოსავალი, ან მას აქვს სიმდიდრე. კიდევ ვიმეორებ, ანუ კანონი არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თუ შენ დაამტკიცებ სასამართლოში, რომ ამ ადამიანმა ან ამ კორპორაციამ, რომელსაც თავისი ისენი ყავს, მეწილეები ყავს, რაღაც ფლობელები ყავს, ჯგუფი რაღაცნაირად ჩააწყო კორუფციის გზით ამით იმით რაღაცნაირად მოახერხა რომ ესე გამდიდრდა მე მომხრე ვარ რომ შენ წახვიდე სასამართლოში უცილო და სასამართლოს გზით წაართვა ამას თუ გინდა ყველაფერი წაართვი მაგის მომხრე ვარ მაგრამ ბლანკეტურად ესე იმის გამო რომ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდნენ ვიღაცები ვინც არასწორი გზებით გამდიდრდნენ მიიღო საგადასახადო კანონმდებლობა რომლითაც ვიღაცებს მეც წაართვა ვიდრე ვიღაცებს ანუ ვიღაცებს დაჩაგრავ მარტო იმის გამო რომ მათ აქვს მაღალი შემოსავალი ან მათ სიმდიდრე ეგ გონი არასწორი იმიტომ რომ მესმის რომ იქ მოყვებიან ვიღაცები ვინც არასწორად გამდიდრდა
და ოკეი, მორალური პრობლემა მან არ მაქვს, რომ იმას წაართვევი, რომ არასწორად არის გამდიდრებული, მაგრამ მე მაქვს მორალური პრობლემა იმ რომ ამაში მოყვება კიდე ბევრი, რომელიც თავის შრომით, თავის ნიჭით, თავის თავდადებით, რავი, ჩააქცია მთელი თავის ცხოვრება, ავიც არ ვიცი, ცოლი არ მოიყვანა, ოჯახი აშპირობითად ვიზახი. ვალი აიღო, ეს გაკეთე, ის გაკეთე და მიაღწია წარმატებას და შენ მიდიხარ და მე ეუბნები რომ იმის გამო რომ უთანასწორობა გვაქვს, იმის გამო რომ ვიღაცები არასწორად გამდიდნენ და ცუდი ხალხი არა რაღაცა, შენც უნდა მოყვე ამ რაღაც საერთო ბლანკეტურად ნასროლ ბადეში. მან მაქვს მე პრობლემა მორალური თავდადავანება იმას ეკონომიკის თვალსაზრისით რა პრობლემებს აჩენს ეგ. გასაგები, ანუ ჩემთვის კიდე აი ესე შევხედავდი მე და ესე შევხედავდი რა ესე ვხედავ კიდევაც, რომ ესე იგი ჩვენ ეხა რა სისტემაში ვცხოვრობთ, ანუ რეალურად როდესაც ლაპარაკია ხოლმე რომ აი რა გარემოა, ეს არის აი მაგალითად იდეოლოგიურ ტერორს ვეძახი მე რა, იმიტომ რომ იდეოლოგიურ ტერორი ხდება მაშინ, როდესაც გარკვეული ჯგუფის რაღაცა კულტურული და ეკონომიკური ინტერესები ხდება საყოველთაო. ანუ გიწეს ეს კულტურული ნორმები აწესებს მე როგორ უნდა მოიქცე შენ საზოგადოებაში. შესაბამისად ეს ერთი კულტურული და მეორე ასევე ეკონომიკური ინტერესი ამ რაღაცა კლასის შემდეგ იმას შვება რა ქვია ასე ვთქვათ თავს იყრის იქ სადაც მთლიანი საზოგადოება. ანუ ეს იმას გულისხმობს რომ მაგალითად ვიღაცას რომელსაც შეუძლია რომ ეს გააკეთოს, ანუ რეალურად აი ამ კლასის წარმომადგენელი შეიძლება არ დაიბადო იქ, შეიძლება ვთქვათ მე გამდიდრდე ვიღაცა ღარიბ ოჯახში დაიბადო და მე გამდიდრე, მაგრამ შენ მიყვები იგივე ლოგიკას. ანუ საბოლოო ჯამში მთლიანად ფუნქციონირება ამ სისტემის ხდება ესე რომ ის რაღაცა ჯგუფი რომელიც შეიძლება სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებისგან წარმოიშვას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ კულტურულად ის გიყალიბებს შენ ქცევის წესებს და ნორმებს. და ამ ნორმებიდან შენ ვეღარ გადიხარ, იმიტომ რომ რეალურად არ გაქვს საშუალება, რომ აი ეს რაღაცა ჩარხი ისტორიული რაღაცნაირად დაატრიალო. ამიტომაც შემოიტანა თქვათ ზოგისთვის შეიძლება რევოლუციასთან ასოცირდებოდა, შეიძლება ზოგისთვის რაღაცა რეფორმისტულ გადასვლას, მაგალითად კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე, ან შეიძლება უფრო იქითაც, მაგრამ ერთ დავამთავრებ, ხო და ამ შემთხვევაში ხა ჩვენ რაც უნდა ვიპარაკოთ, ამ შემთხვევაში ეს ხდება რომ რეალურად ეს დიდი რაღაცა ჯგუფი, ანუ კლასი სხვის ხარჯზე, ნუ შეიძლება დავარქვათ, არ ვიცი, სხვის ხარჯზე, ანუ სხვისი შრომის ხარჯზე, იმიტომ რომ ეს ამხელა სიმდიდეს, კორპორაციულ სიმდიდეზე ლაპარაკი, დაგროვება ეხა იმაზე რა ქვია, როგორ თქვა, კერძო მესაკუთრება სერედნიაკსაც ეძახდა, ლენინი ეძახდა სერედნიაკს, იმასთვისაც კი მისაღები იყო ნეპის მოდელში რაღაცა ტიპის ისინი, მაგრამ ეხა აქ საუბარი რაზეც თქვა, კონტრატები იმასთან შედარებით მე სტალინმა აკეთო, რას ლაპარაკი. ხო და ამიტომ მაგას ვამბობ, რომ იქ ამ თუ სისტემას ჩვენ რაღაცა ტიპის ამ დიდ კორპორაციებს ჩავთვლით იმას, რომ ისინი ამ აღებმიცემობის და რაღაც კლასობრივი ერთიანობის იმაში სტრუქტურაში ძლიერდებიან, მერე მაგალითად რა ის ხალხი, ვინც რეალურად აწარმოებს ამ ყველაფერს, არის ჩვეულებრივ ცხვარი იმათთვის. და შესაბამისად, მთელი ეკონომიკა აგებულია იმაზე, რომ ეს რაღაც სისტემა შენარჩუნდეს. შეიძლება ვიღაცა ავიდეს ძალიან მაღლა კორპორაცია, შეიძლება უცებ მერე გაღარიბდეს და საერთოდ არ ქონდეს არაფერი. ეს ინდივიდზე არ არის, აქ არის საუბარი მთლიანად სოციალურ სტრუქტურაზე და ეს სტრუქტურა გეღონ მაგ სოციალურ სისტემაშიც ეგ დამოკიდებულება რომ ვიღაცები აუცილებლად ვიღაცების ხარჯზე მდიდრებიან, მან ვცდებით ერთმანეთს, რომ მე არ უყურებ ეგ რომ ვიღაცების ხარჯზე მდიდრებიან. ვიღაცა რომ სესხს აიღებს და ეგრე დაიწყებს რაღაც კეთებას და მე ვიღაცას დაიქირავებს და თუნდაც რავით დაბალხებას უხდიდეს, იმიტომ რომ სხვა შანსი არ აქვს, იმიტომ რომ სესხია გასასტუმრებელი. არ გასაგებია კოკა-კოლას მეცვაო, როცა ხო, ამიტომ მე არ უყურებ ეგ, იმიტომ რომ ისე რო არ დავლიო. დღევანდელ სამყაროში მაგ ზღვრის გავლებაც უკვე პრობლემა არის. ანუ ეგ მაგ ლოგიკას შეიძლება კიდე რაღაც საფუძველი ქონოდა მე-19 საუკუნეში, მაგრამ მაშინაც არ ქონდა ჩემს, მაგრამ კიდე შეიძლება რაღაცა გეპოვა იმდენად რთული იყო მაშინ ცხოვრება, მაგრამ დღევანდელ სამყაროში განვითარებული ეკონომიკის, განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები, სადაც კიდე ვიმეორებ, რომ არ არის რაღაც იდეალური კაპიტალიზმი, როგორც მე წარმოვიდგენია, ბევრი პრობლემები შეიძლება არსებობდეს და ბევრი რაღაც კონი კაპიტალიზმი გადახრები არის. მაინც მაგ ზღვის გავლება, რომ ვიღაცები გაუცებად ვიღაცების ხარჯზე მდიდრებიან ჯამში, როგორც სოციუმი. ეგრე არ არის რა. ნუ ეხლა ჯამში შეიძლება პროტექციონიზმმა მიაღწიოს. ბრინი ვის ხარჯზე გამდიდა, როცა Google მოიგონეს მაგან და იმან პეიჯმა ვის ხარჯზე მოიგონეს უბრალოდ რაღაცა ბევრმა მოიგონა მაშინ საძებო სისტემა და ამათმა ისეთი რაღაცები, ისეთი ელემენტები დაამატეს შექმნეს რაღაცა რომ აწყეს რაღაცა ისეთი რაღაცა რომ მილიარდერები არიან. მათ შორის გუგლსაც ქონდა რაღაც ტიპის ხარდაჭერები. ხო, მაგრამ მნიშვნელობა ხო აქ არის სოციალურ მობილობის
სურათი ხო ეხლა ევროპაში ეგრე იყოს მაშინ ხო ერთი და იგივე ადამიანები უნდა იყვნენ სულ ყველაზე მდიდარი ადამიანები ხო და სინამდვილეში რომ გადახედოთ უკანასკენ რაღაც არის 200 წლის ისტორიას ეგეთი მართლა არის 1-2 ოჯახი რომელსაც აი მოძგამს და რაღაცნაირად ინარჩუნებენ ამ სიდეს მაგრამ ისინი აღარ არის თავის ძოზე როცა ყველაზე მდიდარი იყო ყველაზე მდიდარი ახლა აღარ არიან და ყველა ტოპ მდიდარი ხალხი ხარ მაგაზე ხო საერთოდ ახალი ხალხი არის ისიც მუშაობს რა დაგროვება აქვს შენ ეკონომიკას ხო ეხლა თქვათ ბრიტანეთს რა დაგროვებაც ქონდა ვიღაცას არ ქონდა ვიღაცა სხვა პრობლემა ეგ პრობლემები ეხლა სხვადასხვანაირად ჩინეთი ისეთი სიღარიბიდან ამოვიდა რა ვიცი წარმოუდგენელი იყო მაგრამ მანამდე იმპერია იყო ხო იმიტომ გაათავისუფლა ეკონომიკა და მაგის ხარჯზე ამოვიდა თავისუფალი ქალაქები მიუშვა და იმ ქალაქების ხარჯზე ამოვიდა შემდეგ არა მარტო ალბათ შეიძლება აგრარული რეფორმაც ჩავთვალოთ ეხლა მე მაოს იმაზე არ ვამბობ მოსახლეობის მობილობა მოხდა და სოფლის კი მაგრამ ანუ აგრარული რეფორმის შემთხვევაში მანდ ისიც მოხდა ხო რომ რაღაცნაირად ესე იგი კი სახელმწიფოს ეკუთვნოდა ვთქვათ მიწა მაგრამ შეიძლება ვიღაცა კერძოს აიღო და ემუშავა ხო ან თუნდაც ავიღოთ ეხანდელი მიდგომა ხო რაღაცნაირად უფრო მეტი რეგიონალური თავისუფლებები იქ და ასე შემდეგ საბაზრო ელემენტები დაუშვეს რაღაც ქალაქებში სადაც დაიწყო განვითარება და მოხდა მობილობა ის რაც გაიარეს ინდუსტრიალიზაციის დროს დასავლეთის ქვეყნებმა სოფლად სადაც ძირითადი ეკონომიკა მე-18 საუკუნის ინდუსტრიალიზაციური ეკონომიკა იყო სოფლის მენომეტი არაფერი არ იყო ყველას ყავდა რა ქათამი ცხარი ძროხა ან რაღაცა უნდა დაგეთესა მოგეყვანა იყო ეკონომიკა და არაფერი სხვა არ ხდება მაგრამ ეხლა ეკონომიკაზე გავლენა არა განვითარება მოიწვია იმან რომ მობილობა მოხდა ანუ სოფლად ცხოვრების მოსახლეობის დიდი რაოდენობა იძლება და გადადის ეგ თავისთავად ეხლა მაგას სამუშაო ადგილები არ ჩინეთშიც ეგ მაგას საბჭოთა კავშირიც აკეთებდა მაგრამ ანუ აქ იმაზე მაქვს საუბარი რომ საბჭოთა კავშირი ხელოვნურად აკეთებდა და არაფერი დაიშალა ეგ სისტემა მე ბუნებრივად დაიშალა კი გავიგე აქ ხელოვნურად ეხლა აქ ჩინეთთან გააკეთა არის ის რომ უბრალოდ თავისუფალი ქალაქები დაუშვა სადაც თავისუფალი ეკონომიკის ელემენტები დაუშვა და იმ ქალაქებში დაიწყო სამუშაო ადგილება გაჩნდა და ხალხმა დაიწყო მობილობა სოფლიდან წავიდნენ გადასახლდნენ იქ გადასახლდა მათი რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზარდა და მაგრამ აქ უცებ ამოვიდა ჩინეთში გავლენა ხო არა აქ ანუ აი ამ ოლიგარქების კლასს რომელსაც სხვაგან პოლიტიკაზე გავლენა აქვს ჩინეთში არა აქვს ჩინეთი პარტია წყვეტს ამ რაღაცებს პარტია არის ოლიგარქების პარტია არის სინამდვილეში უბრალოდ მაგარი ოლიგარქია თუ არის ხო მაგრამ ნუ პარტიული ნომენკლატურა არის მათ შორის პირდაპირ დაკავშირებული სახელმწიფო კომპანიებთან რომლებიც რაღაც ჩინური ბიზნესად ვიცით ჩვენ შეიძლება არის დაკავშირებული მაგრამ არა ნუ მე თლათ ეგრე ვერ დაგეთახმებით მაგაში მაგრამ ნუ ანუ აქაც საქართველოს კონტრაქტებს რო იღებს ჩინური კომპანია იცის ნახევრად სახელმწიფო კომპანიის აღშვილობილი კი გავიგე მაგრამ სახელმწიფო კომპანია მაინც არ ნიშნავს რომ პირდაპირ პარტია ნახევარ ქვეყანა პარტიაა ეხა ეგრევაში კი ანუ სხვანაირად იქ არ იმართება უბრალოდ ხო და მაგას ვამბობ რომ ანუ ის რომ აი ეს რაღაცა მემოვიგო მარტო არ მუშაობს მარტო მემოვიგე იქ სხვა რაღაცა მუშაობს კიდე ეხა გარდა იმისა რომ ავტოკრატიული ელემენტები აქვთ საკმაოდ ისეთი გასაგებია მაგრამ სხვა რამეზეა საუბარი აქ იმაზეა საუბარი რომ თუ ესე გლობალურად შევხედავთ დავინახავთ რომ არიან ქვეყნები რომლებიც არის განადგურებულები მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში რომელიც თქვია კოლონიალიზმის გამოცდილება აუცილებლად უნდა ვახსენოთ იმიტომ რომ ის დაგროვება რაც შენ ეკონომიკას აქვს თუ სხვის ხარჯზეა და იმას იქ არაფერი არ აქვს ხო რა თქმა უნდა ის უთანასწორობა შეიქმნება ანუ ეს მარტო ის უთანასწორობა ხო არ არის მაგალითს უნდა დაუბრუნდე მაშინ ანუ არსებობს ქვეყნები რომლებსაც არ აქვთ ეგეთი გამოცდილება რომ ისინი ფლობდნენ კოლონიებს და დღეს არიან გამორჩეულად დიდარი ქვეყნები კიდევ დაუბრუნდები ირლანდიის მაგალითს რომელიც აქეთ თუ კი გასაგებია მაგრამ ირლანდია სამაგერად მოხდა იმ გარემოში ევროპის შექმნის ირლანდია იყო ევროპის ქვეყნებში ყველაზე ღარიბი ქვეყანა გასაგებია მაგრამ რეფორმებით მიაღწია მაგაზე ესე ამას ხარდაჭერა არა ნუ მარტო გახსნა მათ შორის თავის ეკონომიკის ცხადია და მაგან არა ეკონომიკის გახსნა გასაგებია მაგრამ მეორე მხრივ ისიც არის რომ ის ირლანდია ქვეყნებთან ასოცირდება ისინი ხა არ არის ხო მაგრამ რატო მოხდა როგორ მოხდა რომ ირლანდიამ გაასწრო სხვა ევროპის ქვეყნებს და ერთადერთი ახსნა ის არის რომ აქ უფრო თავისუფალი ეკონომიკა ვიდრე სხვა ბუმია მაგრამ ეს ბუმი მე როდესაც წევრი ქვეყნები რო აიღო ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი არის დღემდე ირლანდიაში და მაგის გამო მოხდა რომ იგივე ამ ციფრულმა კომპანიებმა Google იქნება რაღაცები დეიტა ცენტრებით რაღაცები გადაიტანეს ირლანდიაში და ბუმი რაღაცა ეგ გასაგებია მაგრამ საბოლოო ჯამში მე ეს არის ბუმი არის ზუსტად ბუმი დანაზოგი რო თქვი ეგაც დანაზოგი როცა მდიდრდები ნუ ეხა ირლანდია შეიძლება აზრს ბრიტანეთს ავიღებთ თუ ბრიტანეთს ავიღებთ მაგ შემთხვევაში რა შვებით ამ ხელა ის ქონა ხო ანუ რეალურად ეხა თუ ევროპას თლიანობაში ავიღეთ ხო ნუ არ უჭირთ რა დაგროვება ევროპაში რომ მოხდა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად გაზარდა მათი ანუ ამ დაგროვებაზე შეიქმნა მე უფრო წარმატებული ეკონომიკები ხო მე მგონია რომ არ მე იმას არ ვამბობ რომ ეხა კოლონიებში სულ კარგი რაღაცები ხდება კატასტროფები აქვთ ნაკეთები და თავის ეთნიკური წმენდები და იმეებით გასაგებია სხვადასხვა ტიპის ევროპულ ქვეყნებს
და არა მარტო ბრიტანეთს და ეგეთ დიდებს, ხო, ბელგიასაც საშინელები აქვს ნაკეთები აფრიკაში. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ საბოლოო ჯამში დაგროვებაც ხადია მნიშვნელოვანია. ეს დაგროვებაც მოდის გამდიდრებასთან ერთად. მე თუ არ ყოფნის თვიდან თვემდე ხელფასი რაც ახლა ჩვენ გვჭირს ამ ქვეყანაში, ცხადია დანაზოგს ვერ აკეთებ. და დანაზოგს თუ ეკონომიკაში თუ არ კეთდება დანაზოგები, ეკონომიკა სწრაფად ვერ ვითარდება და დანაზოგები პირდაპირ ტრანსფორმირდება მე ინვესტიციებში. და თუ ჩვენ ვერ ვზოგავთ, ჩვენი პრობლემა რატო გჭირდება ჩვენ გარედან ფულის შემოტანა და პირდაპირ ინვესტიციები უცხოური, იმიტომ რომ საკუთარი დანაზოგი გვაქვს ძალიან ცოტა. იმიტომ ღარიბები ვართ, თვითონ თუ ცხოვრობთ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და ამიტომ შეიძლება დავგეგმოთ ეკონომიკა ისე რომ მოხდეს. მაგის ამჯერად, მაგის ისეთ მარქსისტებსაც აღარ ჯერათ რომ ეკონომიკის დაგეგმა ეკონომიკას. რატო აღარ ჯერათ? ეხლა თქვა თუ ავიღებთ ეხლა არც თუ ისე შორს თუ წავალთ, ჯონ ჩანგი არის ეგეთ ეკონომისტი ალბათ გაგიგიათ, რომელიც საკმაოდ არგუმენტირებულად ასაბუთებს იმას, რომ ჯერზე შეიძლება მოიტანო მაგალითები, როგორ შეიძლება ეს არასწორად იმიტომ მოხდა, რომ ეხლა სხვანაირად თუ გავაკეთებ. არა, ეგ ინტერპრეტაციის საგანია, ამიტომ არის პოლიტიკა რა, ეკონომიკის რო კერძო საკუთრება აუცილებელია, ის რომ ფასების კონტროლი, მავნებლობა, ის რომ ეკონომიკის centrალური დაგეგმა არ მუშაობს და შემდეგ მარქსისტების უმრავლესობამ ეს რაღაცები გაიარა. არ გაუვლე, რატო გავე მე მაგას ვამბობთ, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ მაგას, რომ თქვა თუ ისევ დაუბრუნდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, კორეა იქნება თუ სინგაპური იქნება თუ სხვები, იქ ცენტრალურმა დაგეგმვამ, ახლა შეიძლება რაღაც მომენტებში გაშვებული ყავდეთ, მაგრამ არის ცენტრალური დაგეგმა, არ ჩარევა სახელმწიფოსი, მასშტაბურად, ცენტრალური დაგეგმა არის. ცენტრალური დაგეგმა ხა ერთი ადამიანი, როცა შენ განსაზღვრავ, რა უნდა იწარმოოს, რამდენი უნდა იწარმოოს, სად უნდა გაიყიდოს და შენ რაც იყო საბჭოთა კავშირში გოსპლანი, რასაც აკეთებდა საბჭოთა, ეგ გულისხმობს ცენტრალურ დაგეგმაში, რომ ის რომ სახელმწიფო ჩაერიოს და აკონტროლოს, ხო, არის მე მაგის ხადამჭერი არა ვარ, ეგეც არასწორი არის, მაგრამ მაგას დასაწყისში ვილაპარაკეთ, რომ სადღაც წარმატების მაგისები არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით ეგ არის გამონაკლისები, რომელიც წესს ადასტურებს რა. რა წესია? წესი არის ის, რომ ჯობია სახელმწიფო არ ჩაერიოს. ხო, ეგ რა, ანუ ხო, მაგრამ ეგ ეხა და მიხედონ ადამიანებს. ეგ არის ეხა თქვენი ინტერპრეტაცია რაღაც კონკრეტული იმისა. მე სხვანაირად ხედავ, ეხა მე ეკონომისტები შეიძლება ბევრი ჩამოთვალო, რომლებიც გეტყვიან, რომ ესე დაგეგმა როგორც იყო არასწორია, მაგრამ სტიგლიციდან დაწყებული და დამთავრებული. რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული და ხო, მაინც მოყვარული არა ვარ, მაგრამ ეს საკუთარი ყველაზე ციტირებადი ეკონომისტი, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს წერს, რაც ხალხს რაც თავრობებს სიამოვნებთ და ხა მარტო თავრობებს არ სიამოვნებთ, ბევრ თავრობასაც არ სიამოვნებს, ხალხად ეგრეც არის. თავრობებს და მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. პირიქით მაგათ უფრო მაგათ კრიტიკაზეა გაგებული და რა. მაგათ კრიტიკაზე აქვს, მას შემდეგ რაც მათ იმად დაიქირავეს და კონსულტანტად ყავდათ. ნუ ეხა ეგრე ყველაზე შეიძლება ეხა ეგ მე მაგ ეგ კონსპირაციული თეორია. არა, ფაქტობრივ ის არის კაცო, სოფლიო ბანკის ექსპერტი იყო და მე დაწერა მართლა წიგნი, სადაც აკრიტიკებს სოფლიო ბანკის რაღაცა მიდუმებს და იძახის, რომ ესე კი არა, ესე უნდა ვაკეთოთ, უბრალოდ მე იმისაც ამჯერა, რომ ისე თუ გააკეთებ, მაგითი ეშოლება. ნუ კი ბატონო, ჯერა ეხა მეც ამჯერა, მაგრამ მე ეხა მაინც რომ დაუბრუნდე. სტიგნის რაშიც ნობელი აქვს აღებული, იმაზე არ ვეკამათები. ეგ მარტივი გამოსავალია, მაგრამ ჩვენ მაინც იმაზე ვლაპარაკობთ, რომ აი აქ ამ შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო აკონტროლოს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებები, მიმართოს პოლიტიკა და ამ შემთხვევაში შეძლოს აი ესეთი წარმატებული, ასე ვთქვათ, ეკონომიკური მაგ თეორიასაც რო უჭერდე მხარ საქართველოს შემთხვევაში მაგის გაკეთება მაინც საფრთხებთან არის დაკავშირებული ისევ მიზეზის გამო ესენ თუ გააკეთებენ ხო ანუ ზოგადად იმის გამო ჩვენ ბევრი რაღაცების ტრადიცია არა გვაქვს ამ ქვეყანაში მცდელობები კარგი ინსტიტუტების შექმნის თავდება ხშირად ცუდად. კი, მაგრამ ტრადიცია გვაქვს, გურიის რესპუბლიკის ტრადიცია გვაქვს და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ტრადიცია გვაქვს და არც თუ ისე წარუმატებელი, ნუ ეხლა თუ შევთვლი. გურიის რესპუბლიკა მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე ის იყო, კაი ხალხი იყვნენ მაინც ჯამში. ანუ და მათ შორის ბენია ჩიკუშვილის თვითონ მაგ ადამიანის პერსონალური ისტორიაც არის ძალიან შთამბეჭდავი ამბავი. მარტო გურიის რესპუბლიკას არ ეკავშირება თბილისის საერთო. კი ბატონო, ანუ ეს მაგაზია საუბარი, მოკლედ იმას ვქნა. ხო, ოღონდ არ კაი, ოკეი, გადავიდეთ, თორე ამაზე შეიძლება დიდხანს კიდევ ვღეჭოთ რაღაცები არის, რაზეც ვიცოდითაც რომ ვერ შევთანხმდებით. კიდე ეს რაღაც ნამეტანი მარტივი არ გვინდა. ხო, ეგ რა. ვერს რას ნიშნავს არ ვიცი. ჩვენიანი და უცხო ცოტა გაუგებარია. სხვა გავიაროთ. აი, მაგალითად ეს რა არის? მე ეს და შეიძლება აი რომელმა იდეამ შეიძლება მიგვიყვანოს კატასტროფამდე, ანუ მე მემარცხენეებს ანუ მაიმუნობ რომ ბრმა არა ვარ, მაგრამ მემარჯვენეების და მემარცხენეების რომელმა იდეამ შეიძლება მიიყვანოს სამყარო კატასტროფამდე, კარგი, კი. ცოტა ის ფუტურისტული. ნუ დეფინიციით უნდა დავიწყოთ ალბათ ისევ, ხო? იმიტომ რომ მემარჯვენეებსაც ვისაც ეძახიან
მე მაინც იმას მემარჯვენე, ანუ აღრეულია დღეს რა, ეს ამ შინაარსი რა არის დღეს მემარჯვენე მემარცხენეობა ცოტა აღრეული არის. მემარჯვენეობასაც ეძახდნენ კლასიკური გაგებით ანგლო-საქსურ მემარჯვენეობას, გულისხმობდა ეკონომიკურ თავისუფლებას და სოციალურ კონსერვატიზმს, მოდი ესე ვთქვათ. ეხლა მთად ეგრე აღარ არის. ეხლა ისეთ რაღაცებს ეძახიან მემარჯვენეობას, რომ თრად მემარჯვენეობად მე არ ვთვლი, ამიტომ დეფინიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ავიღებთ ამ წარმოდგენას, რასაც ეძახდნენ მემარჯვენეობას, კატასტროფამდე რამ შეგრო მივიყვანოს, იმიტომ ძალიან ბევრი დიქტატორული რეჟიმი იყო, რომელზეც იძახიან, რომ მემარჯვენე რეჟიმი იყო, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო. პინოჩეტი იყო ეხა, გვინდა არ გვინდა. მილტონ ფრიდმანის იმეთი რა ქვია, როგორც ხო, და პინოჩეტი იყო ალბათ იმ გაგებითაც, რომ ეკონომიკურ თავისუფლებას აწვებოდა და სოციალურ კონსერვატიზმსაც აწვებოდა, ალბათ მაგ გაგებით იყო კი მემარჯვენე. თუმცა კატასტროფამდე არ მივიყვანია. რამდენიმე ათასი ადამიანი შეიწირა, მაგრამ ჩამში ჩილე დიდი ხნის განმავლობაში რო იყო ყველაზე წარმატებული სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, ასევე მისი რეფორმების დამსახურება არის. ანუ კატასტროფამდე ყველაზე წარმატებული ქვეყანა. სუდი რაღაცები რო აკეთა ცხადია და მე არ ვამართლებ არც ერთ შემთხვევაში ადამიანების ხოცვას, გინდა მემარჯვენე იყოს, გინდა მემარცხენე იყოს, ჩემთვის მანდ წითელი ხაზი არსებობს. მაგრამ რამდენად შეიძლება თქვა, რომ აი კატასტროფამდე მიიყვანა, მაგან არ ვიცი. ამიტომ შემით ხმოდი მევიტყვი მემარცხენეების იმან და შემთხვევით მემარჯვენეების. კი ბატონო. მემარჯვენეების რა იდეა შეიძლება მიიყვანოს. კი ბატონო. სამყარო კატასტროფამდე და მევიტყვი მემარცხენეების რა იდეა შეიძლება გავიყოთ ეგრე. კარგი. ხო, ანუ ჩემთვის ესე იგი თუ მემარჯვენე პერსპექტივიდან დავინახავთ, ზუსტად ის არის, რომ ეს სისტემა რეალურად, მესმის, რომ სხვადასხვანაირი მოსაზრებებია, ისე როგორც მემარცხენე ფლანგზე, ძალიან განსხვავებული პოზიციებია, მაგრამ ზოგადად, მაინც მე ისევ აი სამეცნიერო იმიდან ამოვალ რაღაცა პოზიციიდან, კლიმატის პოზიციიდან და ვიტყვი, რომ ეს სისტემა არ იძლევა ადაპტაციის საშუალებას, ზღუდავს და შესაბამისად იმ მომენტებში, როდესაც ეს გააქტიურება მოხდება კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ამ კლიმატური ცვლილებების და ამ ვთქვათ ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამითი დაზარალდება და შეიძლება ვიღაცა დიდრები გადარჩნენ, მაგრამ მათაც შეეხებათ ყოველ შემთხვევაში და საბოლოო ჯამში ძალიან კატასტროფა ეგ მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მსხვერპლის სამყაროს გახდის ეგეთი დამოკიდებულება არა თავსებაც ადამიანის სიცოცხლესთან. მაგას გულისხმობ, ხო? არა, ხო, ანუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანები ანუ მოხდება კრიზისი გადარჩეს, მაგრამ პირობითად აღარ იქნება ამდენი მილიარდი ადამიანი. კი, ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირება ამას დაკარგავენ სახლებს, გლობალური კატასტროფა იქნება. კი ბატონო, გლობალური კატასტროფა იქნება და მაგას ამას მე შეიძლება კიდე სხვა რაღაცები დაემატოს, მაგალითად თუ წარმოვიდგენთ ჰარაპას ცივილიზაციის შემთხვევას, როდესაც კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია ის, რომ თქვა დაიწყო სოფლად იქვე დაიწყო, ასე ვთქვათ, გაუდაბნოება და ეს გვალვები იყო და შესაბამისად ის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რურალური საზოგადოების ნაწილი წავიდა ქალაქისკენ, ქალაქი ვეღარ მარაგდებოდა საკვებით და მე იქ დაიწყო უკვე სუსტებზე, მოკლედ იყარი შავრი ძლიერი, მაგრამ და რეალურად მაკეტკენ მიდის ეს ყველაფერი და მგონია, რომ ზუსტად აი ეს მემარჯვენე მიდგომა, რომელიც სამეცნიერო, ასე ვთქვათ, მონაცემებს უგულებელყოფს და პირიქით აი კოლექტიურ მიდგომას ხელს უშლის და აი კიდე ინდივიდუალისტური და რაღაცა მეზე და ეგოზე ორიენტირებული ხდება, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს კატასტროფამდე ესე. ოკეი. მე მანდ პირიქით გონია ეგ ამბავი, საბოლოო ჯამში გონია, რომ კლიმატის ცვლილების გამოწვევები რაც არის, ისე როგორც ბევრი სხვა ტიპის გლობალური გამოწვევების შემთხვევაში, გარდა ალბათ 1-2-ისა, სადაც თვლი, რომ რაღაც ტიპის კოლაბორაცია და თანამშრომლობა მართლა გლობალურ დონეზე არის აუცილებელი. მაგ პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა და ყველაზე ეფექტური გზა მაინც არის თავისუფალი ბაზარი. თავისუფალი ბაზარი არის ყველაზე ინოვაციური სისტემა, რომელიც შეუქმნია ადამიანების საზოგადოებას და ეგ ბაზარი მაგ გამოწვევებს გაუმკლავდება, მაგაში ვარ დარწმუნებული. აი, რავი, შეიძლება ჩათვალო რომ რწმენის დონეზე არის ეგ ამბავი, მაგრამ იმდენი რაღაცები გვაქვს უკვე ნანახი კაცობრიობას, რომ ბაზარმა შექმნა ბევრი გამოწვევების საწინააღმდეგო რაღაცა პროდუქტები და მიდგომები და რაღაცეები, რომ ჯერა რომ მანდაც ბაზარი შექმნის სისტემებს, მექანიზმებს, არ ვიცი რომელთაც მაგას გაუმკლავდებით, ამიტომ მე მაგ რაღაცას, მაგ გამოწვევას, კლიმატის ცვლილების გამოწვევას ესე რაღაცა ფატალისტურად მაინც და მაინც არ უყურებ. მოდი ხომ მევიტყვი მემარცხენეების იმას და სამყარო მიიყვანოს კატასტროფამდე ცოტა ისეთი ნათქვამია, ნაკლებად მჯერა, რომ ეგეთი ის არსებობს, თუნდაც მემარცხენე ფლანგზე,
რაღაცა იდეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერა რაღაც ბევრი იდეები არსებობს, რომელიც შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს ადამიანების სამყაროსთვის, შეიძლება ჯეროდეს ისიც, რომ შეიძლება რაღაცა მკვეთრი გაღარიბება გამოიწვიოს, შეიძლება ჯეროდეს, რომ სისხლი გამოიწვიოს, მაგის ბევრი გამოცდილება არსებობს მემარცხენე იდეების შემთხვევაში. ეგეთი რაღაც ერთი ცალკე აღებული იდეა, რომ აი ამან სამყარო დაშალოს, ამჯერა ვიდრე ამჯერა უბრალოდ ეგეთი იდეა გაიმარჯვებს რა. რომ მემარცხენე ფლანგიდან ეგეთი რომელი იდეა გაიმარჯვოს, რომელიც ჩამოაქცევს ამ სამყაროს მაგის უბრალოდ ამჯერა. შეიძლება შეიძლება გაიმარჯვოს რაღაც იდეებმა კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე, გარკვეული დროის პერიოდით, რომელიც იქნება დამაზიანებელი ადამიანებისთვის, მათ შორის თუნდაც მარქსისტული იდეები, რომელიც მილიონჯერ არის ნაცადი და ყოველჯერზე პრაქტიკულად სისხლით თავდება. სადღაც ეგ რაღაცები კიდე, იმიტომ რომ ეს მიდგომა, რომ იმიტომ არ იმუშავა, რომ სტალინი იყო ცუდი, ან იმიტომ არ იმუშავა, რომ რაღაცა იმის ჩავესი იყო ცუდი და იმიტომ არ იმუშავა, რომ კასტრო იყო ცუდი და რაღაცა, მაგრამ კარგად თუ ავაწყობთ ახლა თავიდან ნოლიდან და რაღაცა იმას თლად ლენინის ხედვები არ იქნება და ცოტა კაუცკის ხედვებს გაურევთ და ასე შემდეგ და რაღაც კარგი გამოგვივა, ეგ სენტიმენტები და ეგ მიდგომები მგონია, რომ სულ იარსებებს და არ გაქრება, იმიტომ რომ თავისთავად საყოველთაო თანასწორობის იდეა იმდენად ისეთი ტკბილად ჟღერადი იდეა არის, რომ მაგას ადამიანები არ შეეშვებიან არასდროს. ამიტომ ჯერა რომ ეს იდეები, რომელიც ბევრჯერ იქნა ნაცადი, ამ იდეებმა სადღაც დროის გარკვეული მონაკვეთში, გეოგრაფიის გარკვეულ ლოკაციებზე შეიძლება გააუბედუროს ადამიანები, მაგრამ ისო სამყარო ჩამოშალოს, მაგისი ამჯერად იმიტომ რომ მგონია რომ ვერ გაიმარჯვებს ეგ იდეები. ანდა გაიმარჯვებს და პირიქით იქნება. არა, გლობალურად გონია რომ ვერ გაიმარჯვებს. მე საბოლოოში მაიჯერა რომ თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს და ეგ რაღაცა ის არის. ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. მე პირიქით ვაკავშირებ მაგას და თანასწორობის იდეა თავისუფლების იდეას. თავისუფლების იდეის სხვადასხვა გაგება გვაქვს და თანასწორობის იდეის სხვადასხვა გაგება გვაქვს და მაგის გამო. ხო, ანუ მე მაგალითად მაგას შევეწინააღმდეგე ჯერ ერთი ვიტყვი რომ მემარცხენეობას როგორც ანუ ასე ვთქვათ იმ პერიოდს, როდესაც მემარცხენეებს საშუალება ჰქონდათ რომ რაღაც ტერიტორიები ანუ რაღაც ქვეყნებში ემართათ და მოსულიყო ხელისუფლებაში ძალიან მცირე არის იმასთან შედარებით, რაც ვთქვათ კაპიტალიზმმა მიიღო ამ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, როდესაც უკვე აი ამ მთელი პერიოდის განმავლობაში არანაკლები ბოროტებები გვახსოვს, ვიდრე ახლა აქეთ 70 თუ 80 წელი გავიხსენოთ და ასევე მარტო ეგრე არ არის, ჩვენ ახლა რო გავიხსენოთ მაგალითად სალვადორ ალენდე, რომელიც პინოჩეტმა გადააგდო, ხო? ნახავდით რომ ეს ადამიანი მოვიდა ძალიან ვთქვათ დემოკრატიული წესით და მე რეალურია. არაფერი არაურევია იმ რაც გააკეთა, ის იყო იმ მისი ანუ აი ბჭყალებში დემოკრატიული იმის ისა რა ქვია, დემოკრატიულ სივრცეში მისი გადაწყვეტილებების უფლება. მაგრამ ისეთ საკმაოდ დიქტატორული გადახრები ქონდა. აი რა მაგალითად ალენდესაც და მათ შორის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი იყო ხალხის მართული აი ალენდეს ზედათაც რო ჩაურმავდით. კარგი. ნუ მოკლედ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ მიუხედავად იმისა რომ პინოჩეტის იმებს კიდე გავიმეორებ რომ მართლა ნუ ანგელოზი არ ვიცი, მაგრამ ეხლა ანგელოზი შეიძლება არავინ არ იყოს ზოგადად. ანუ ალენდესა დაცოდა აშერებდა კარგ სოციალიზმს. მე არ ვიცი, მე ფაქტი ვიცი რომ არ დაცალდა. ისევე როგორც ძალიან ბევრი. რამდენი ვისაც დაცალდა რომ არავის არ გამოუვიდა. ხო, ვისაც დაცალდა, ეგ საკითხები. ხო და მე მაგას გეუბნები, რომ ნახე 80 წელი შეიძლება 70 წელი რაღაცა არსებობდა, მაგრამ 3 საუკუნე არსებობს კაპიტალიზმი და მაინც იქამდე მივდივართ, რომ 1%-ს უფრო მეტი აქვს ვიდრე დანარჩენ მსოფლიოს. ხო, მაგრამ ეგრე ეგ შედარება საერთოდ არ არის. მარქსისტული იდეები, თანასწორობის იდეები და ის რასაც მარქსი ლაპარაკობდა, ეგ იდეები ხო მართლა მარქსის დროს არ გაჩენილა, მარქსმა უბრალოდ თავი მოუყარა, მაგრამ რაღაცა ეგეთი ექსპერიმენტები მანამდე ჩატარებულა. ხო, მაგრამ მარქსმა საუკუნეების ევროპაში ანაბაპტისტებმა დაამყარეს თანასწორობა ბერ ჰოლანდიურ და გერმანულ ქალაქებში. გასაგებია ეგ სხვა ტიპის და იგივეს ქადაგებდნენ დაახლოებით რომ კერძო საკუთრება არ უნდა იყოს, კავშირის კერძო საკუთრება კი არა და ოჯახებიც არ უნდა არსებობდეს, ყველა-ყველას ცოლი, ყველა-ყველას ქმარი, რაღაც ეგეთი კომუნა უნდა იყოს. ხო, კომუნები შეიძლება არსებობდა, მაგრამ ეგ ხა მარქსთან და მთელი ეკონომიკა მაშინდელი აწყეს მაგაზე, რომ ჩვენ ავკრებთ ყველაფერს, მთელ მოსავალს და მე ჩვენ დავარიგებთ ის სამდენ რომ დავარიგებთ. კი, გასაგებია, დაახლოებით იგივეა, რაღაც მარქსი ქადაგებდა. არ არის იგივე, იმიტომ რომ მარქსი მთელი რაღაცა ის ანალიტიკური მატერიალიზმის არ მიაგნეს მაშინ, მაგრამ პრინციპების დონეზე ეკონომიკა როგორ უნდა მოაწყო, იგივე იყო და ხოცეს ხალხი. არა, სისხლში და გასაგებია ხა სისხლში ეგ ქალაქები. აი იმის გამო რომ მარტო მარქსმა რო დაწერა მაგის მერე არ დაწყებული ეგეთი ექსპერიმენტები. თანასწორობის მიღწევის ექსპერიმენტები მანამდეც იყო და მანამდე ყოველთვის სისხლით თავდებოდა. არა, ყოველთვის არ თავდებოდა. კარგად არ უმუშავია მაგას. ან ყოველთვის თავდებოდა ან მარქსისტების სისხლით, ან პირიქით, ანუ შესაბამისად ეს კონფლიქტი არსებობს, ხო? ნუ მარქსისტების სისხლით, იმიტომ რომ სხვა მარქსისტები ხოცავდნენ მარქსისტებს მეტწილად. ნუ
არა ხა როგორ ხა პინოჩეტის შემთხვევაში სხვა რაღაცა იყო სხვა რაღაცა მე სამხრეთ ამერიკა ვერ გაჩერდი სადაც გაჩერდი ხელისუფლებაში როგორც ეს ანუ მაგას ვამბობ საკუთარი თანაგუნდელების ხოცას შესაბამისად ეს დუღილი არსებობს მაგას ვამბობ რომ ერთის მხრივ არ ცალდებათ ან ვისაც ცალდება ისინი რა თქმა უნდა კონფლიქტში შედიან ხა ჩვენ რომ ლაპარაკობთ საბჭოთა კავშირის ერთ მხარეზე მეორე მხარეც არსებობს როდესაც საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებამდე ბევრი სხვა ქვეყნები ეცადნენ შიგნით არეულობა მოეხდინათ რევოლუციის შემდეგ ხო ეგ თავისთავად ეგრე მოხდა ანუ ეს კონფლიქტი კი ბატონო საბჭოთა რუსეთში კი ბატონო ხო ანუ შესაბამისად მაგას ვამბობ რომ ეს დუღილი არსებობს ეგრე მარტივად არა დააფინანსეს ხალხი მაგრამ ნუ ეხა არ მაგას ამიშელობა აქ იმასთან რომ თანასწორობის იძულებითი თეორია და სოციალური ინჟინერიის იძულებითი თეორიები რაც კი კაცობრიობას უცდია ბევრჯერ აქტუალურად ყველა მთავრდება სისხლით ბატო ხა ჰიტლერი არ გამოურიცხოთ მაშინ ჰიტლერიც მემარჯვენე პოლიტიკოსი იყო ეკონომიკურ პოლიტიკას თუ შეხედა მემარჯვენე საერთოდ არის როგორ არის სოციალურ რაღაც განხრა ეხა ყველა ვიღაცასაც აქვს რამერად იყო მემარჯვენე თავისუფალ ეკონომიკა ჰიტლერს ქონდა ჰიტლერი იყო ჩვეულებრივი კორპორატიული მართლობა დღეს არის კორპორატიული მართლობა ეგ არ არის მე ეგ არის ეგ თავისუფალი ბაზარი არის თავისუფალი ბაზარი მაშინ არ არსებობს ფაშიზმი ზოგადად არის მემარცხენე ფენომენი ჰიტლერის და ბეისიც დუჩეც ორივე მოდიან სოციალისტური მშრომელთა პარტიიდან არა იქიდან რომ მოდიან მე თეზისების რო წაიკითხო რაც უწერია ჩამონათვალი ბულეთებად და ჩამოწერილი იქ ლიდერი არის ლიდერები ისინი არ მთელი სისტემა აგებული რომელიც სოციალურად სრული კონსერვატორები იყო რაღაც ნაწილში და მაგიტომ მიეწერებათ მემარჯვენეობა თორე ეკონომიკური სისტემა და ეკონომიკური რეფორმები რაც დაგეგმილი ქონდათ რო წაიკითხო იყო ჩვეულებრივი სოციალისტური პლატფორმა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ეგეთივე პლატფორმები აქვთ მაგრამ მემარჯვენეობას აბრალებენ ხოლმე და იმის გამო რომ რაღაცებში იყო კონსერვატორები აბრალებენ არა როგორ შეიძლება ეხლა დავგუგლო ეხლა ფაშისტების ისაც იყო მანიფესტი რა რეფორმებს ატარებდნენ არის ჩვეულებრივი სოციალისტების მანიფესტი იყო თუჩეს შემთხვევაში საერთოდ კაცო არა მართლა ნახე ანუ ეხლა მაგრამ მაგას რომ ნახო ჩვეულებრივი მემარცხენე რეფორმები აქვს კაცო და ნუ ეხლა მემარცხენეობას გააჩნია რაც დავარქმევთ ეხლა მაგას ვამბობ ზუსტად რომ შეიძლება რაღაც იმაზე რა ქვია ეს არის თავისუფალი ბაზარი არც შემთხვევაში არა თავისუფალი ბაზარი არც ლაპარაკობდნენ მაგაზე და თავისუფალი ბაზარიზე არა მემარჯვენეობა მარტო თავისუფალი ბაზარი ხო არ არის არა ხო და მაგას ისახი რომ კონსერვატორები იყვნენ რაღაცებში იყო კონსერვატორები და მაგიტო შეეტენა მაგას მემარჯვენეობა თქო თორე ეკონომიკის მოწყობასთან მიმართებაში ბევრად უფრო მარცხნივ იყვნენ ვიდრე რასაც შეიძლება დაუძახო მემარჯვენე კაპიტალისტური ბაზარი ხო ანუ კაპიტალისტური შეიძლება ვერ დაუძახო ბევრად უფრო მარცხნივთან ბევრად მე მაგას ესე არ უყურებ მაგრამ თანასწორობის იდეების თვალსაზრისითაც ბევრად მემარცხენებასთან უფრო ახლოს იყვნენ ვიდრე მაგას შეიძლება დაგეთანხმოთ კი არა მაგრამ თანასწორობას არ ვეხები მე ეკონომიკური იმაზე ხო მაგრამ მაგასთან ერთად ასევე იმასაც მინდა გაუსვა ხაზი რომ ესე იგი ეს ქვეყნები რა რომლებზეც ეხა თქვენ ამბობთ უმეტესობას ანუ ქონდა ეს დუღილი არსებობს რეალურად აი ამ ორ იდეოლოგიურ მიმართულებას შორის და ეს ჯერ არ დამთავრებულა მაგას ვამბობ რა რო არ დამთავრებულა იმიტომ რომ გამოცდილება შეიძლება ეგრე დუღდა კაპიტალიზმის ესეთი ფეოდალიზმში დუღდა კაპიტალიზმის სული მაგრამ ბოლოს ამოხეთქა სხვაგან და ესევე მგონია რომ ოდესღაც ამოხეთქა ნამდვილი თორე ეგრე სადაც არავინ არ ელოდა ნამდვილად არ ელოდა კითხო მაგ და ამასთან კავშირში არ არის. რაღაცა ისე მოხდა რომ ბევრ თემაზე, 6 თემაზე, არა 5 თემაზე ვილაპარაკეთ და ისტორიულადაც გეოგრაფიულადაც ბევრგან წახვედი და რატოღაც სკანდინავიასთან არ მიხვედი. რატო არ მიდიხარ სკანდინავიასთან? და როგორც წესი როგორც აი ეგ თემებზე ყამათობ ხომ ხშირ ყოველ 10-დან 9 შემთხვევაში საბოლოო ჯამში ყველა სპეციალურად მაგიტო უზას უშვებს ხოლმე იქ რო აი თუ არ არის წარმატებული მაგიტო ზუსტად რომ ეგ არის მაინც და მაინც წარმატებული სოციალისტური სისტემა თუ ეგ არ თulis სწორია რო არ თვლი იმიტომ რომ მეც არ თვლი თუ მაგის გამო არ მიდიხარ თუ უბრალოდ ანუ სხვადასხვა ანუ 3-4 მიზეზი აქვს რატო არის იმიტომ რომ ყველა მართლა მაგაზე ლაპარაკობს იმიტომ რომ ყველა მართლა მაგაზე ლაპარაკობს იმიტომ რომ ნაწილობრივ შეიძლება რაღაცები არ მომწონდეს და თქვათ შეიძლება და მესამე ის არის რომ მაინც ის არის სივრცე სადაც ასე თუ ისე ამ ანუ იმ გლობალურ ჩაგვრას მაინც და მაინც არაჩვენებს სკანდინავია მოკლედ რაც არსებობს და
საერთოდ არ ჩემს იქ ჩაგვრა. მაგრამ ნუ იქ კულტურული ამბავი არა, იქ არ არის ჩაგვრა. მე მაგას ვამბობ, რომ გლობალურად რო არ არის, მაგას ვამბობ, ეხლა ინდონეზიაში რა ხდება და სხვა ქვეყნებში, საქართველოში რა ხდება, იქ უფრო ჩანს ეს უთანასწორობა და ნაწილობრივ მაგას ვამბობ, რომ სოფლიო უთანასწორობის ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეგ არის, რომ რაღაცა ქვეყნებმა დააგროვეს აი ეს ამ ტიპის ეკონომიკა, რომელიც სხვების ხარჯზე გააკეთეს ეს და მერე შემდეგ უკვე მარტივია იქ რაღაცების დაალაგება, ვიდრე მაგალითად აფრიკაში, სადაც თქვათ კომპანიები, რომლებიც თქვათ მეორად კოლონიალიზმსაც ეძახიან, უკვე პირდაპირ ერეოდნენ, როგორ უნდა ემართათ ტრალებში გათავისუფლება აფრიკულ ქვეყნებს. თანამედროვე მდიდარი ქვეყნების გამოცდება აჩვენებს, რომ ბევრი ქვეყანა და მათ შორის კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ირლანდიას, მათ შორის ევროპაში ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო ყველაზე ღარიბი ქვეყანა და თუ რამე შევა დაარქვა კოლონია, შევა მაგას უფრო დაარქვა კოლონია ინგლისის, ვიდრე ის რომ ირლანდიას ჰქონდა რამე კოლონია. ეხო აჩვენებს იმას, რომ მაინც და მაინც კოლონიების ხარჯზე არა, მე ყველაზე არ ვამბობ. გამდიდრება მაინც და მაინც მაგის გამო ხდება გინდა თუ არა მაინც ყოფილიყო. იმ სივრცეში სადაც ტრიალებს დიდი რაოდენობით დოვლათი, რა თქმა უნდა, გვერდზე ქვეყნებსაც ეს დოლათიც იმიტომ ტრიალებს რომ რაღაცა ტიპის სისტემები შექმნეს ისეთი რომელმაც მიიზიდა ეს დოლათი და შექმნა ეს დოლათი ხო? შექმნეს, მაგრამ მაგას ვერ აღნიშნავს რომ რაღაცა კოლონიებს ცუდი რაღაცები არ უკეთებიათ, მაგრამ ძირითადი ნაწილი კოლონიების მაინც ვაჭრობა იყო. ეს სხვადასხვა შედარება შეიძლება ბევრი იყოს ეკონომიკური ამ ქვეყნებს შორის, მაგრამ ისევ იქ რომ დაუბრუნდე, მე მაინც იმას ვემხრობი, რომ ეს ექსპერიმენტი, ანუ ეს ცდელობები მუდმივი, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ადამიანებს ხარჯზე არ უნდა მოხდეს და ეს გამოცდილება რახან მივიღეთ მემარცხენეებმა. არა, შეიძლება რა მოხდება, მე არ ვამბობ რა მოხდება, მე ვამბობ მე როგორ უყურებ. მე უყურებ ასე, რომ დემოკრატია პირდაპირ ან განსაკუთრებით პირდაპირ დემოკრატია არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რაც ჩვენ გვინდა მემარცხენეებს, მაგრამ სოციალ-დემოკრატი ხარ საბოლოო ჯამში. მე მაინც არ დემოკრატიას ახან ახსენებ, ან რომ საბოლოო ჯამში მიდიხარ იქ. ნაწილობრივ კი, მე სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოვადგენი ხა აქტში. არა, ისედაც იდეოლოგიურად ვიძახი, რადგან დემოკრატიას აღერებ შესაბამისად რაღაცა იმას რევოლუციურ პარტიას და რევოლუციებს რაღაცებს, ეგეთ რაღაცებს მაინც ანუ შენ აღიარებ, რომ საბოლოო ჯამში შენ შეგიძლია დემოკრატია, შენ შეგიძლია გჯერა რომ კომუნისტური ხედვების ადამიანებს შეუძლიათ სოციუმის მნიშვნელოვანი ნაწილი უმრავლესობა დაარწმუნონ საკუთარი ხედვების უპირატესობაში და დემოკრატიული გზით გაიტანონ ეს იდეები. მაგის გჯერა. ეგეც გჯერა. ეს არის სოციალ-დემოკრატია. მაგრამ მეორეს მხრივ ასევე მგონია რომ ეს მარტო ჩემს წმენაზე არ არის. ზოგადად ისტორიას თუ გადავხედავთ, მაინც რაღაცა ძვრები მოხდება და ეს ძვრები მე მინდა თუ არ მინდა ეს ვასაკითხია, მაგრამ ეს ძვრები აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ისტორია ამაზე მიუთითებს, რომ რაღაც მომენტებში შეიძლება მარქსი ელოდებოდა, რომ უფრო განვითარებულ ქვეყანაში მოხდებოდა რევოლუცია, მაგრამ მოხდა იქ, სადაც შეიძლება არ ველოდით, მაგრამ ეგეც იმიტომ მოხდა, რომ შეიძლება წინ არის გერმანელებმა ჩათლახეს და შეიძლება წინ არის უფრო მეტი, ხო და მე მაინც მაგას ვამბობ, რომ ადამიანი არის გონიერი არსება, ადამიანი გარდაქმნის თავის სოციალურ გარემოს, გარდაქმნის და იბრძვის ამისთვის და იმ იდეებისთვის, რომელიც ეხლა ტკბილად ჟღერსო, მაგრამ მიუღწეველიო, მაინც ჩემი გადმოსახედი და ესე იგი აი ეს ვარსკვლავი, რომელიც არის, რავი, დავარქვა ჭეშმარიტ ეს ვარსკვლავი იქნება, რა იქნება, იმის მიყოლა და მცდელობა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად მივყვეთ აი ადამიანურ პრიმორდიალურ ანუ იმას, რაც ადამიანს ქმნის რა, ანუ თანაგრძნობა, ერთმანეთზე ზრუნვა, თანასწორობაც და თავისუფლებაც მათ შორის მიღწევადი იქნება თუ ადამიანების გარკვეული ნაწილი ამაში დაიჯერებს და ამისკენ ამისთვის დაიწყებს ბრძოლას. და ეს მოხდება თუ არ დაიჯერებს და ვაიძულებს, ეგ არის პრობლემა. ხო, ანუ გავიგე, მაქსი ექსისტემა ყოველთვის იმიტომ მიდიხსენდა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს მაგისი არ ჯერა და იმათთვის ხელს არის ძალაუფლება სიამდვილე შამას იწყებენ იმათ ხოცვა, ჯერ დადუმებით გაჩუმებას და მერე ხოცვას. არც ფეოდალურ სისტემაში შეიძლება ვიღაცებს არ უნდათ, მაგრამ მოუწიათ. ისე როგორც შემდეგ, ანუ ამას ხო ჩვენ ვერ იმას ვიზამთ. პრინციპული განსხვავება სიამდვილეში მე რისიჯერა და შეისიჯერა მაგაში არის, რომ ჩემი საფხედრობა, ჩემი იდეოლოგია იძახის, რომ ადამიანები ვართ ერთმანეთზე განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული ადამიანები ვართ. სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია ჩვენი ბედნიერება, შენ შეიძლება ბედნიერება იყოს მარკების შეგროვება. ჩემთვის შეიძლება ბედნიერება იყოს, რომ ერთხელ ცხოვრებაში გავიდე ღია კოსმოსში. ვიღაც შეიძლება ბედნიერება იყოს დედამიწას შემოუაროს რაღაცა იარქნიანი ნავით. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რაღაცა. მაგის წინააღმდეგი არავინ არ არის. ხო, ამ ბედნიერების მიღწევა სჭირდება
რაღაც რესურსი, ხო? კოსმოსში თუ გინდა გასვლა, რა ვიცი, ძვირი ჯდება, მარკების შეგროვა ძვირი ჯდება იდეაში, ყველაფერს რაღაცა რესურსი ჭირდება და ჩემი სოფხედრობა არის, რომ ჩვენ დავრჩეთ თავისუფალ ადამიანებად და უნდა გქონდეს საშუალება, რომ მივისწრაფოდეთ ამ ჩვენი ბედნიერებისკენ. უნდა გქონდეს უფლება, რომ ვიღაცას მოუპაროთ, არ უნდა გქონდეს უფლება, რომ ვიღაცა დავიმონოთ, არ უნდა გქონდეს უფლება, რომ ვიღაცა მოუკლათ და წავარდოთ რაღაცა. ამაზე მე მგონი არ არის. ამისად რჩება მარტო ეგორი გზა, რომ უნდა ვიმუშაოთ და ვივაჭროთ. ანუ ან შრომობ და ქმნი რაღაცას, ან ვაჭრობ ერთმანეთში და ამით ვაგროვებ დოლარს და შემდეგ ამ დოლარს ხარჯობ ჩემი რაღაცა ბედნიერების მიღწევაში. ეს არის ჩემი წარმოდგენა. შენ თუ მე მიხაზავ რა სივრცე, სადაც მე იძულებული ვარ, ანუ შეიძლება ესე პირდაპირ არ დავარქვათ, ხო, მონობა, მაგრამ მე შენ თუ იმ სრულიად ჩემი შრომისგან მე დისტანცირებული ხდები, ანუ რეალურად შორდები ჩემ მიერ შექმნილ ნაწარმს და მე ვერ ვახდენ რეალიზებას, მაშინ ხო, მაგრამ მე ხო არ მოვდივარ და არ ვერევი შენ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში შენ მოდიხარ და მეუბნები მე, რომ მე რაღაცა საერთო დიდი ბიზნესკენ უნდა წავიდე. მე არ მაინტერესებს შენი დიდი მიზანი. შენ დიდი მე არ მაქვს დიდი მიზანი. ჩემ პატარა მიზანი მაქვს, მარკების შეგროვება მინდა. შენ მოდიხარ და მეუბნები, რომ არ არის სწორი მიზანი, უნდა გქონდეს დიდი მიზანი, როგორც არის საყოველთაო თანასწორობის მიღწევა და ამიტომ მე უნდა რაღაცა წამართვა, რომელსაც ვიღაცას გავუნაწილებ და რაღაცა. მაგას ართმევას ეძახით, მაგრამ როგორ გინდა დაუძახებ, მე ჩემთვის ცხოვრობ მარკებს ვაგროვებ და მინდა რომ რაღაცა ყველაზე კარგი კოლექცია მქონდეს და ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი. არ მინდა მეტი სხვა არაფერი არანაირი და შენ როცა მოდიხარ და მეუბნები ჩვენ საერთო მიზანი გქონდეს. მაგის შეზღუდვა საბჭოთა კავშირშიც არ ხდებოდა, რომ მარკები აი პირობითად ვიზახი, მაგრამ სინამდვილეში ხო მაგამდე დადის ეს ყველაფერი, რომ შენ მეუბნები, რომ ჩვენ რაღაცა დიადი მიზანი გვაქვს, თანასწორობას უნდა მივახცო. მე გეუბნები, რომ მე მინდა საზოგადოება სადაც ეგეთი დიადი მიზანი, შენ თუ გაქვს და კიდე იპოვი ბევრ შენ არ ხალხს, რომელსაც გინდათ რომ თანასწორები იყოთ ერთმანეთში, რაც გინდათ ის ქენით. იყავით თანასწორები, მიაღწიეთ მაგას, ოღონდ აქეთ ნუ გადმოდიხარ და იმ ხალხს, ვისაც არ გვინდა რომ ეგეთი დიადი მიზანი ქონდეს, გინდა თანასწორობა იყოს, გინდა ფაშისტების შემთხვევაში ეს იყოს სახელმწიფო ძლიერება, გინდა ნაციონალისტების შემთხვევაში ეს იყოს ერის ძლიერება, ამის შემდეგ რა მიზანს დაუსახავ კოლექტივისტურად. მე არ მაქვს ეგეთი, მე მინდა რომ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც იზახიან რომ არ გვინდა ეგეთი დიადი მიზნები. ჩვენ ერთად რაც გვინდა არის რომ თავი გაგვაქვს, ჩვენ გვინდა თავისუფლება და ჩვენ გვაქვს ჩვენი პატარ-პატარა მიზნები ცხოვრებაში. ამის მე მინდა რომ კიბოს წამალი გამოვიგო რომ მეტი არ მაინტერესებს შენ თანასწორობა. კიბოს წამლის გამოგონება დიადი მიზანი. ეხლა ხო მარკებიდან უფრო ღირებული მინდოდა რამე მე თქვა, ეხლა მარკები რაღაც უნიშნელი არ ყოფილიყო, უფრო ღირებულზე გადავედი რა, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ეგეთი დიადი მიზნის ქონა, მნიშვნელობა აქვს თანასწორობა იქნება, სახელმწიფო ძლიერება იქნება, ერის გამრავლება იქნება, თუ რა იქნება, რავი, რაღაცეები, რაც სხვადასხვა იდეოლოგიებს აქვს მიზნები, უბრალოდ უნდათ რომ იცხოვრონ საკუთარი ბედნიერებისთვის ისწრაფოდნენ და არ უნდათ რომ ვიღაცები მოვიდნენ ჯგუფურად და კოლექტიურად და უთხრა არა თქვენ ესე ცხოვრებას ვერ გააგზავნებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა საერთო დიადი მიზანი და ჩვენ ვართ უმრავლესობაში, ამიტომ ხა თქვენ გაიძულებთ რომ ისე იცხოვროთ, იმდენი გადასახადი გადაიხადოთ, ესე გააკეთოთ, ისე გააკეთოთ, რომ ჩვენ საერთო მიზანს მივახცევთ, იმიტომ რომ ჩვენსათვის ეს არის სწორი დიადი მიზანი. მან ვსდებით მე ვიძახი რომ მე მინდა ეგეთი საზოგადოება, რომელიც ჩემს არის თავისუფალი საზოგადოება, სადაც არსებობს კოლექტიური საერთო დიდი მიზანი, არანაირი. არც თანასწორობა, არც რაიმე სხვა. ყველა ვარ თავისუფლები, ჩვენთვის ცხოვრობ და ჩვენ გვაქვს ჩვენი ბედნიერების მიღწევის რაღაცა მიზანი. ეგეთი სამყარო ხო არ არსებობს. მე მინდა ეგეთი სამყარო. არა, შეიძლება თქვენ გიგო ამერიკა არის მაგასთან მიახლოებული რაღაც თვალსაზრისით ეგეთი სამყარო. თავისუფლების იდეაზე დგას და ეგ იდეა ეგ იყო, რომ შექმნეს ადამიანებმა, რომლებსაც შეიძლება ეგეთ დეტალებში, ეკონომიკურ დეტალებში ჩასვლა, მაგრამ ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ პირველ რიგში პრობლემები ევროპულ ქვეყნებში, საკუთარ აღსარებლობასთან მიმართებაში და შექმნეს ქვეყანა, სადაც თავისუფლების იდეა დააფუძნეს პირველ რიგში მაგას, რომ ჩვენ ისიც შეგვიძლია სრულ სიგიჟისაც რომ ჯეროდეს, თუ სხვა ადამიანს ზიანს არ ვაყენებ, უფლება მაქვს რომ ჯეროდეს და ყველა კონფესიის რომლებიც იჩაქრებოდა, გაქცეულმა ადამიანებმა რაღაცნაირი ეგეთი ქვეყანა ააშენეს და მე მომწონს, რავი, მაგიტომ მომწონს ეს ქვეყანა, რომ კი არ ვიძახი რომ იდეალურია, არ ვიძახი რომ პრობლემები არ არის, ყველაფერს ხედავ, მაგრამ ჯამში თვითონ პრინციპები რაც არის ჩადებული. თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, როგორი სამყარო გვინდა. აი, დაახლოებით ამერიკა რაც არის, სადაც ჩადებული არის, რომ ესაც ბედნიერებისკენ სწაფის უფლება, რაც დამოკიდებით აკაცი ჯეფერსონმა ჩაწერა. ხო, ვიცი, მაგრამ ეხლა ჯეფერსონმა რაც ჩაწერა, იქ კიდე სხვა რაღაცაც არის, ის რაც მე რესურსი. მონები ყავდა და ბევრები შეგვიძლია თქვა, მაგას ეგეთი რაღაც დეტალებში არ მინდა. მაგას ამიშელობა აქვს. იდეა ხო გაიგე, რაც არის აი ბედაშენ შორის სად გადის ხაზი, გადის მან. მე არ მოვდივარ თქვენთან და არ გეუბნებით, რომ თქვენ გინათ თუ არა უნდა გამომყვეთ მე აქ თუ არ გამომყვებით, რა ვიცი, გაგამათრახებ, დაგხოცავთ, აგიგზავნოთ ლაპარაკს იმას ამას და მემარცხენების პრობლემა არის ეს, რომ ეუნები მემარცხენების არა ბოდიში
ნებისმიერი კოლექტივისტური იდეოლოგიის პრობლემა ფუნდამენტური არის მაგაში, რომ ისინი ეუნებიან, რომ თქვენ ყველამ ამ საერთო მიზნისთვის უნდა იცხოვროთ. ნუ ფაშისტები კიდევ უფრო შორსმედიან ეუნებიან, რომ შენი ცხოვრებაში არ გეკუთვნის, შენი ცხოვრება სახელმწიფოს ეკუთვნის და ფაშისტებთან თუ ვინმე გაგიკონტროლებ რა უნდა ჭამო, რა უნდა დაალიო, იმიტომ რომ შენი ორგანიზმი და შენი ჯანმრთელობაც სახელმწიფოს საკუთრება არის და სახელმწიფო უნდა მიხედოს მაგას, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემა არის მაგაში, რომ მე მინდა საზოგადოება, სადაც მათ შორის უმრავლესობის ძალითაც კი არ შეიძლება ადამიანს დააძალო რაღაცას დიადი მიზნისთვის ცხოვრება. მე ვიძახი რომ ადამიანი ერთხელ იბადება, ეს ცხოვრების სიცოცხლე არის უნიკალური რაღაცა და ეს სიცოცხლე არის მისია, რაშიც უნდა იმაში დახარჯოს. თქვენ რასაც ამბობთ, ესე იგი ეგ არის რაღაცა, ნუ წარმოდგენაში ეგეთი, მაგრამ წარმოდგენაში ეგეთი რაღაცა არსებობს, იმიტომ რომ რეალურად ეგეთი ისე არ აგვაქვს, იმიტომ რომ ამასთან მიახლოებული მაინც არსებობს ამერიკის საკითხი, რომელიც წარმატებულია. შენასაცაბობ იმასთან რამდენჯერაც მიახლოებული რომ სისხლით ეხა როგორც მეტყველებს ტრამპი, ისე მეტყველებდნენ ვიღაცეები ოდესღაც და ამ მეტყველებაში მათ შეძლეს და ამ სისტემაში რაღაცა ტიპის დოვლათი დააგროვეს, მაგაშია საქმე და ის დოვლათი დააგროვეს მაშინ, როცა გაძარცვეს ნახევარი სამხრეთ ამერიკა. და ეხაც მაგას აკეთებენ, ანუ ის რომ ჩემია ძალიან ცდარი წარმოდგენა არის. ნუ ეხა ეგ შეგვიძლია მართლა გჯერა რომ ამერიკა მაგით არ მდიდარი რომ სამხრეთ ამერიკა გავიცეს. ესპანეთი რატო არ არის მდიდარი? თელი სამხრეთ ამერიკა ესპანელს ლაპარაკობს, იმიტომ რომ ესპანეთის კოლონია იყო გარდა ბრაზილისა, რომელიც პორტუგალიის. ესპანეთი და პორტუგალია რატო არ არის? დაპყრობილი მთელი ეს მაგრამ ესპანეთი და პორტუგალია რატო არ არიან ისეთი მდიდრები როგორც არის ამერიკა? მათ ამოწურეს თავის ძალა, წააგეს. თუ უნდა გაძარცვაზე შეება ლაპარაკი, მაგათმა უფრო გაძარცვეს, ხო? ისე რომ ასულები არიან ზემოთ, ხო? მექსიკაც კი ესპანურენოვანი. ამერიკა რატო არის ინგლისურენოვანი უფრო მდიდარი ვიდრე ესენი თუ ძარცვაზე არის? იმიტომ რომ აცილებით სხვა ტიპის რესურსები აქვს. არ მარტო ძარცვაზე არ არის. ან მინიმუმ მარტო ძარცვაზე არის. მარტო არ მithქვას, მე ვამბობ, მე გულისხმობ იმას, რომ როდესაც არის სისტემაზე როგორ მოაწყო. ხო, მე იმას კი არ გულისხმობ, რომ ამერიკა მარტო მაგიტო პირიქით თუ იმას შევადარებ, მანამდე რაც ხდებოდა ისტორიული თვალსაზრისით, პირიქით მივესალმები იმას, რაც მასში ხდებოდა, ხო? მაგრამ ეხლა ამ ყველაფერმა თავი ამოწურა, ანუ კაპიტალიზმის სახით მე ვთვლი, რომ ამოწურა თავი და ამის საუკეთესო ინდიკატორი ვამბობ, რომ არის გარემო და ასევე მაგას კიდევ უფრო დაუბრუნდები, რომ მე მარტო არ მithქვას, რომ მარტო მაგან გაამდიდარ, მაგრამ ეგეც ერთ-ერთი ის იყო, რომ როგორც ვლაპარაკობთ, ესპანეთს წაართვეს გავლენის სფეროები და ამან რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეღავათი მისცა მათ შორის ამ ქვეყანას, თუმცა სხვა რაღაცეებიც იყო და სოციალური, ესე იგი, გარანტიების მხრივ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ამერიკაშიც მოხდა და ამანაც დღეს თუ ამერიკა რაღაცით დადებით ამერიკას გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატები ამით დადებით წარმოადგენს, არის ესეც, არის ის, რომ დღეს არიან მაგალითად რაღაც ძველ ტრადიციებზე აღმოცენებული პროგრესივისტი მემარცხენეები, რომლებიც თქვათ ბერნი სანდერსი იქნება თუ ამდენი იქნება თუ სხვები იქნებიან, მაინც აგრძელებენ ამ ბრძოლას, ანუ მარტო ის არ არის, რომ ეხლა რაღაცა ერთ დავამთავრებ ერთად რო დააყენე რაღაც, იმიტომ სანდერსს კიდე სანდერსს. ხო, არა, გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე იმას გულისხმობ, რომ ეს სასახად ესეთი ტრადიცია არ არის, რომ მაინც რაღაცა ერთი მონოლითური სისტემა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები. უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში ამ სისტემაში მოახერხა ის რომ აი ამ რაღაცა გლობალური დომინაციის პირობებში რაღაცნაირად მარტო ის არ არის რომ თქვათ რაღაც ეკონომიკური სისტემა აქვს რაღაც თავისუფლებები აქვს ისეთი რომლებიც მაგალითად ის არის მაგრამ ეგეთი თავისუფლებები სხვებსაც აქვს ანუ სხვა ქვეყნებშიც არის მათ შორის სკანდინავიას თუ ავიღებთ ხო და აი მაკეტკენ მივდივარ ხო და შესაბამისად მე იმას გულისხმობ რომ ანუ რაზეც არის ლაპარაკი თქვათ თქვენ რაც თქვით რომ ესეთი გარემო მინდა ეგეთი გარემო რეალურად კაპიტალიზმს ამ სამი საუკუნის განმავლობაში ვერ შექმნა. დღეს არის ისეთი სისტემაში შექმნილი, სადაც დიდი ქვეყნები პატარებს ეუბნებიან როგორ უნდა მოიქცენ, მათ შორის საერთაშორისო რაღაცა იმის ორგანიზაციების საშუალებით, ეუბნებიან იმას, რომ მოიქცნენ ისე, როგორც თვითონ არ მოიქცნენ და იმ რაღაცა ეკონომიკური სტიგლისთან კი ბატონო, ხო, ანუ მაინც სტიგლიცზე არ არის საუბარი და მე კიდე არა, კიდე სხვებზე არის მარტო სტიგლიცი ხო არ არის და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ დღეს 1%-ს მთელი ეს პლანეტაზე 1% მოსახლეობას აქვს გაცილებით მეტი ქონება ვიდრე აქვს დანარჩენ მსოფლიოს და ეს 1%-ის ადამიანები არიან ზუსტად ის დიდი კორპორაციები რომლებიც მართავენ ამ სამყაროს იმიტომ რომ მათ აქვთ ბევრი ფული და აქვთ უფრო მეტი ფული ვიდრე აქვთ მაგალითად ირანელი აი თქვა თლიანი ირანის ბიუჯეტი რო ავიღოთ ვიღაცა კომპანიას უფრო მეტი აქვს შესაბამისად ისინი ამიტომაც მონაწილეობენ ხან რაღაცა
საერთაშორისო მოლაპარაკებებში გამოჩნდებიან ხოლმე, განსაკუთრებით ეხა ბოლო ხანებში ჩნდებიან ხოლმე, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ეს არის, რომ ამ რაღაცა ისტორიული თვალსაზრისით ფეოდალიზმმა თავი ამოწურა, გადავიდა კაპიტალიზმი. კაპიტალიზმი ეხა თავს წურავს და ამის მე კიდე გავიმეორებ, რომ გარემო ამას გვაჩვენებს და კიდე უფრო ნათელი ხო, ანუ თქვენ შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ მე მაინც საზოგადო იმას რო იწოდეთ, ხო, მოკლედ ეს კლიმატური ცვლილებები და ეს გარემოს ესე დეგრადაცია, რომელსაც ეს სისტემა იწვევს, საბოლოო ჯამში მიგვიყვას იქამდე, რომ აი ეს სისტემაც შეიცვლება. როგორ შეიცვლება? ამაზე ხა სიჩი და სამემარცხენე იმაზე დიდი განხილვებია, იცვლება ყველაფერი, ხა ზოგისთვის არის ხოლმე რომ მაინც გვახსენებენ კიდე ძველ რაღაცებს გარემოსთან ურთიერთობაში, მაგალითად სტალინი საერთოდ სტალინმა დაამკვიდრა მემარცხენე ტრადიციის რაღაც ნაწილში, რომ საერთოდ გარემო თითქოს არ უნდა გვაინტერესებდეს და ჩვენ ადამიანები არც გვინდა იმას ვიზამთ. მაგრამ დღეს აქ უკვე ფილოსოფიური ნაწილია, რომელიც მათ შორის ამ ტრადიციას აგრძელებს, რომელიც მარქსმა დააფუძნა, რავი, დარვინი იქნება თუ სხვა სამეცნიერო მიმართულებით, მათ შორის ადამ სმიტი იქნება თუ ვინ იქნება, ხო? და შემდეგ უკვე აი ამით მიმიყავს იქამდე. ხო, სისულელეები, ნუ ეგ არასწორი რაღაცები და ის აქ მაინც და მეც აღებული. ნუ ეგ ფილოსოფიური ტრადიცია და მაგას თავისი ლოგიკა ქონდა და არა ჰაერიდან არ მოსულა, ეგ მოვიდა უფრო იმიდან და მე საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ სადღაც რაღაც მომენტში, მოკლედ ჩვენ მემარცხენეებს გვაქვს რაღაც ხედვა, რომელიც შერწყმულია როგორც გარემოსთან ურთიერთობაზე, ისე იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ის, რომ მოვედი მე თქვენ და დაგაძალით რაღაცა. ეს არის ძალიან ინდივიდუალიზება საკითხის, რასაც მე მაგალითად მაქამდე დადის და როგორც არ უნდა ვარყო მაქამდე დადის. მე არ მოვდივარ თქვენ არ გეუნებით, რომ ის ხორეთ ისე როგორც მე მინდა. ჯაგრის და ის საერთო იყოსო, მაგას არ ამბობს და არც მაგას არ ამბობს და არც გადაილახა უკვე თქვენ ფლანგზე მაგრამ ეგ მაინც არის შესაძლოა რომ ჩემთან არ მოდიხარ და არ მაიძულებს. არ გაიძულო თუ მაგალითად კიბოს სწავლის გამოგონებაზეა საკითხი. ის სივრცეები შეიქმნება უნივერსიტეტებში, რომლებიც ამას მე ხელს შეუწყობენ. უნივერსიტეტი გაცილებით უფრო მეტი განვითარების საშუალებას მოგცემს. ამ მიმართულებით შეიძლება ვიღაცამ ყისიერად არ დადგეს ამ იმაზე აკვე შედეგზე, მაგრამ საუნივერსიტეტო სივრცე არის ზუსტად ის სივრცე, სადაც შეიძლება რომ ესეთი ტიპის მაღალი იდეებს მან ხო მაქედან დავიწყე და რაღაცებს მინდა გიპასუხო, მაგრამ მაქედან დავიწყე მარტო სამეცნიერო აღმოჩენები არის. სამეცნიერო აღმოჩენები საბჭოთა კავშირშიც იყო. უნივერსიტეტებიც იყო, სამეცნიერო კვლევებიც იყო, აკადემიებიც იყო და სამეცნიერო არა, მაგრამ მიუხედავად მაგისა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი ჩამორჩებოდა, დასავლეთით და ჩამორჩებოდა იმის გამო, რომ თავისთავად სამეცნიერების გარღვევა რაღაც აღმოჩენა არ არის თავარი. არა, მე არ მომწონს თქვით რომ ეს ვერ ანუ მე გამოყენება და მაგას აკეთებს კაკრას კაპიტალისტური სისტემა. თქვენ თქვით რომ რაღაცის გაკეთება მინდაო და ხელი მეშლებაო და არ მგონია არა, ხო, მე უბრალოდ მაგის ახსნა მინდოდა მეც რომ ეგ არ არის თავისთავად თავარი ამბავი, ეგ მნიშვნელოვანი ამბავია, ოღონდ ეს სამედიცინერო რაღაცა გარღვევა მე როგორ უნდა გამოიყენო ის რომ ეს გამოიყენოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, მაგას აკეთებს კაპიტალისტური სისტემა და ვერ აკეთებდა ვერც ერთი სოციალისტური სისტემა აქამდე არსებული. ხო, ანუ ესე იგი ყოველთვის. მაგრამ მაგ სხვა რაღაცებს მინდო გეპასუხო. ესპანეთსა და ამერიკაზე რო იყო. ესპანეთის შემთხვევაში პირიქით პრობლემები გამოიწვია, ესპანეთს მოქონდა მართლა მოქონდა ოქრო სამხრეთ ამერიკიდან და იმდენი ოქრო წამოიღეს რომ ნუ ეხ მოგება ამათაც მოქონდათ. ამან ინფლაცია გამოიწვია და მას ინამდვილე ეკონომიკოს პრობლემები შეუქმნა თავისთავად რომ ჩათვალეს რომ თავისთავად ოქრო იყო ღირებული რაღაცა აღმოჩნდა იყო თავისთავად ეგ ესპანეთზე ამერიკაზე პირველად ვიზახი მოკლედ იქ სხვა სისტემა შექმნა. ამერიკაში მთავარი ამბავი არ არის არ ყოფილა არც ის რომ ამერიკა ვიღაცებს ძარცვავდა არც მაინც და მაინც ისო თავისუფლების იდეის გარშემო არის შექმნილი. თავარი ამბავი არის ისო თავისუფლების როგორ უნდა მოხდეს ამ დაფუძნებელი მამების იდეა ჩანაფიქრი ის იყო რომ როგორ უნდა მოხდეს ადამიანის თავისუფლების დაცვა და ერთი გზა არის ის რომ დაიჯის მემჯეროდა არის ის რომ შენ შეგიძლია ეს იდეა აუხსნა ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას უმრავლესობას თუ ადამიანებს აუხსნი რატო არის თავისუფლება ღირეული და რატო უნდა მოხდეს ამ ღირებულების დაცვა და ზოგადად რაც გულისხმობ ამ თავისუფლების სიტყვის უკან იმიტომ რომ მანდაც მილიონი ისება დეფინიცია არსებობდეს ადამიანები შემდეგ ამას გაიაზრებენ და ამას დაიცავენ. ეს არის ის მემჯეროდა მე აღარ მჯერა. წლების წინ რო გეკითხა, გელაპარაკა უფრო რაღაცა აი ეგეთი ლიბერტარიანი იყო, რომელსაც ეგეთი რაღაცები ჯერა, ეხლა აღარ მჯერა. იმათმა ჩათვალეს, რომ უბრალოდ მათი თავარი ნამუშევარი, რამაც ამერიკა მიიყვანა იქამდე სანაც მიიყვანა, არის ის, რომ მათ თქვეს, რომ ადამიანი არის
ნაკლული არსება, ჩვენ ვერ მივახცევთ მაგას, რომ ადამიანებს რაღაცა იქ თუნდაც ეგ იდეა ესე გავააზრებინოთ ბოლომდე და ამა ეს იყოს უმრავლესობა და მე ამათ ბუნებრივად დაიწყონ ამ იდეის დაცვა და ამიტომ გვჭირდება ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც არ მიცემს საშუალებას არც ერთ მმართველს რომ ეს მმართველობის ფორმა გადაიყვანოს ტირანიაში. ისინი ხო ბრიტანეთის იმპერიასთან დაპირისპირებაზე შეიქმნა და მან საპირწონეთ, რასაც უყურებდნენ მეორე მხარეს, უყურებდნენ იმას, რომ ბრიტანეთში იყო ტირანია. ჭყალებში მართლა ესე ფიქრობდნენ, რომ აი მეფის მმართველობა იყო ტირანია და ამიტომ ისეთი სისტემა უნდა შექმნათ, რომელიც სისტემა თავისთავად არასოდეს არ მიცემს საშუალებას არც ერთ მმართველს, რომელიც უნდა მოვიდეს, რომ ის იქცეს ტირანად. ამიტომ თავარი რაც არის მათი მონაპოვარი, არის არა ის თავისთავად იდეა არის მნიშვნელოვანი, ან ის რომ კარგი განათლების სისტემა შექმნეს, ან ის რომ მაგარი ჯარი შექმნეს, ან ის რომ რაღაცა იზოლირებულები არიან ოკეანეებში, როგორც ტრამპი იძახის, რომ აქეთ-იქით ოკეანეები გვაქვს. თავარი აღავს ის, რომ ძალაუფლება დაშალეს. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ძალაუფლება ისე დაანაწილეს, რომ ვინც არ უნდა მოდიოდეს ხელისუფლებაში, როგორი პრეზიდენტიც არ უნდა აირჩიონ და უამრავი სრული პრეზიდენტი ყოლია ამერიკას, მათ შორის ყოლია პრეზიდენტები, რომელთაც უცდიათ მეტი ძალაუფლების ერთხელში კონცენტრირება. მათ შორის რუზველტი იყო მაგალითად, რომელსაც უნდა უზენაესი სასამართლო მოსამართლეების რაოდენობის გაზდა, რომ კონტროლი ქონოდა სასამართლო სისტემაზე. ვერავინ აქამდე, მათ შორის აი დღეს ტრამპზე რომ რაღაც საფრთხებზე ლაპარაკობენ, რომ ტრამპი ამაშება, მე უბრალოდ მაგ სისტემის ჯერა, რომ ეგ სისტემა გაუძლებს ნებისმიერ გამოწვევას. ეს სისტემა ფუნდამენტში სისტემაა ჩადებული და ეგ არის დამფუძნებელი მამების თავარი ამბავი, რომ ვერავინ აქამდე ვერ მოახერხა ძალაუფლების ერთხელში კონცენტრირება და მიტაცება და შემდეგ ამითი პრობლემები შექმნა, რაც არის ჩვენი პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სუმუდროდ მაგ წესებს ვტრიალ და მარტო ჩვენი პრობლემა არის, ზოგადად სამყაროში ბევრი პრობლემა არის. მაგის გამო არის ეგ მაგარი, მე ეგ მომწონს ამერიკაში, თორე ის კი არ მომწონს, რომ ყველაფერი კარგია ამერიკაში, არც ის მომწონს, რომ ყველა პრეზიდენტი მომწონდეს, ყველა მთავრობა მომწონდეს, ან ყველა რაღაცა. მაგრამ თვითონ ეგ სისტემა, მაგაზე უფრო წარმატებული სისტემა, როგორ შეიძლება დაიცვა ადამიანის თავისუფლება და პირველ რიგში ადამიანის თავისუფლებას იცავს სწორედ ეგეთი ერთპიროვნული მმართველობისგან და ერთხელში მოქცეული ძალიან დიდი ძალაუფლებისგან, არის ეგ, რომ ეგ სისტემა შექმნეს და მაგიტო არის ყველაზე თავისუფალი ქვეყანა დღემდე ამერიკა. კაი, ბევრ რაღაცებზე ილაპარაკე ხა მართლა ყველაფერზე მარქსისტული მასე მესენჯერisi ამჯერა არის დავასრულეთ მე მეგონი კი ბატონო. საინტერესო იყო. მადლობა. შეგვიძლია სხვადასხვას გავაგზავნოთ. კი ბატონო. რაღაც სხვა თემებზეც. კარგი იყო, იმიტომ რომ რა ვიცი, ეგეთი საუბრები ყოველთვის ჩემში ხა რა ბოლო წლებია არ ყოფილა და ამიტომ რა მე მომეწონა. არ ვიცი, ოპონენტს რა შევეძება და ჩემ, მაგრამ მე გაყოფილი. ხანდახან შეიძლება მარტო რო ხარ და შენ თავთან გაგურთიერთობა, შეიძლება არ დაფიქრდე რაღაც საკითხებზე და ასეთი ტიპის დავაში ცოტა ის როგორ თქვა ეს პლატონისეული რაღაც დიალექტური კამათებში რაღაცნაირად მნიშვნელოვანი გამოწვევები ჩნდება და ეს გამოწვევები მე რა თქმა უნდა დაიძლიოს. ოპონენტზე რა შევი არ იცნობდი თქვენ ერთმანეთს, რა შევეჭდილებოდა. ჩამოყალიბებული საკმაოდ ორთოდოქსი მარქსისტია. წმენის დონეზე აქვს ის, რომ საბოლოო ჯამში ის რაც მარქსმა დაწერა, გარდაუვალია სამყაროსთვის და ესე პირდაპირ არ უთხოვს, მაგრამ ჯამში ჯერა რომ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად სულ თვითონაც არაფერი არ გააკეთოს, არავინაფერი არ გავაკეთოთ, ეს სამყარო რაღაცნაირად მივა კომუნიზმამდე. ხო, პირდაპირ თქვა ამჯერად ეგეთაც. ნანახი მაქვს მისი გამოსვლები ხოლმე და ველოდებოდი რომ მომზადებული იყო, ნამდვილად მომზადებული არის და ნამდვილად იცის ადამიანმა მისი იდეოლოგიური ხედვა აქვს და შესაბამისად მაგიტო ვთვლი რომ ძალიან კარგი იქნება მომავალშიც თუ აი ეს ხედვები კიდე უფრო ანუ ეს დაპირისპირება ხედვებს შორის რაც არსებობს კიდე უფრო კარგად და ნათლად გამოჩნდება საზოგადოებამ საბოლოო ჯამში რაღაცა ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს რომელ მიმართულებას არ მარცხნივ დგას თუ მარჯვნივ რა